ეგრე მალე ამონტაჟებთ, რომ 2 დღეში დებთ ხოლმე? კი, ხანდახანი მოვე დღეს ვიწერ ხოლმე. არა, უცნაური, აი პოდკასტებზე რო ყოფილი ვარ, სადღაც ეგ მაგვადებს მეუნები. ანუ რთული დასამონტაჟებელი არ არის ესე იგი. არის, რატო იცი, გააჩნია რა, ვიღაც ზოგი წერს და პირდაპირ დებს და მე ხმას ვასწორებ და ისადაც თუ პატარა ხარვეზია ჩაწევა და რაღაცებს მაინც უზივარ და. მაგრამ მაინც მაგარი დედლაინია, 2 დღეშიც რო დებთ, 1 დღეშიც. ხანდახან აი დილით წერ ხოლმე და საღამოს ვდებ რა, წინა ეგრე დავდე. მე აქედან გავარდი სახლში და დავიწყე მონტაჟი. ანუ შენ თუნა აედიტებ. კაი, პოდკასტის მხარდამჭერია სოკარი. ვესამე მაყურებელს გთხოვთ არხი გამოიწეროთ, ვიდეო და ლაიქოთ და ასევე გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩემი სტუმრის არხი, რომელსაც უკვე ისედაც ბევრი გამომწერი ყავს. მადლობა პირველ რიგში. ბოდიში დავუსრულებ ილუზიონისტი. და არა ფოკუზნიკი, ან ფოკუსნიკი. ნიჭიერის გამარჯვებული. დიახ, ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანი, ანუ უღრმესი მადლობა. და ნუ ეხა უკვე იუთუბერიც ლაშა გედაშვილი. მოგესალმებით, მივესალმებ შენს მაყურებელს და მიხარია რომ შენს პოდკასტშიც ვარ. ხო, კაი, ბლომად გამომწერები აგიკრეფია. ხო, რაღაც ისე გამოვიდა, მიმართულება შევცვალე და იმის მერე და ეგ მიმართულებას იმიტომ შევცვალე, რომ არხი განვითარებული იყო, იმიტომ რომ სადღაც ესე 50,000-მდე მქონდა ძირითადად საილუზიო კონტენტი. აი ფოკუსების ახსნა მქონდა. სტაბილურად ვასწავლიდი, ასე ვთქვათ, ჩემს ყველაზე ბევრი ნახვა მაგ კონტენტს აქვს, ხო, როგორც ვიცი. ყველაზე ბევრი ნახვა? ხო. არ აქვს ყველაზე ბევრი ნახვა მაგ კონტენტს, მაგრამ ბევრი ნახვები აქვს მაგ კონტენტიდანაც არაერთ ვიდეოს. ხო. განსაკუთრებით აკრიფა კოვიდის პერიოდში, ნუ ეგ ყველასთვის რაღაც გარდამტეხი აღმოჩნდა, ჩემ შემთხვევაშიც გამონაკლისი არ იყო, თუმცა მანამდეც ბევრ ნახვებს აგროვებდა. და სხვათა შორის მე საკმაოდ დიდი ხანია, რომ დავიწყე YouTube-ზე ვიდეოების ატვირთა. ნუ დიდი ხანი რა, სადღაც გონი 2018-ში მიდევს პირველი ვიდეო რა. ანუ კოვიდამდე მე 2 წელი ცოტა ნიჭიერში როცა გამოჩდი, ხო თუ მე პირველად რო გამოჩდი. 2016-17 წლის სეზონებზე გამოჩდი პირველად. და მაგის მერე Facebook page-ი გავაკეთე, ძირითადად იგდებდი ხოლმე სტუმრად თუ სადმე გადაცემაში, სადმე მივდიოდი ხოლმე და ისედაც რაღაც ვიდეოს ვიღებდი ალბათ ვერჯერ დაგიძახ. დილის გადაცემებში, დღის გადაცემებში, საღამოს გადაცემებშიც და მერე მეორე მესამე წელზეც წავსულვართ რა. ნუ საწყის ეტაპზე. ჯერ კიდევ სამ ტელევიზიობდა. მაგრამ ისედაც ვიღებდი ხოლმე რა, ანუ გარე გასულებს და რაღაც ფოკუსებს ვიდეოებს ვიღებდი ხოლმე. და page-ზე ვდებდი და მე ჩემმა ერთმა თანამშრომელმა მირჩია, რომ ფოკუსი რომ ასწავლო რა, მე რომ აუხსნაო რა. თავიდან ძალიან ისეთი ის მქონდა, რა ქვია, წინააღმდეგობრივი, რომ მეთქი არ არსებობს რა. მაგრამ მე რომ გავიაზრე, რომ მეც ხომ მანდიდან ვისწავლე რეალურად რა, ჩემი განსაკუთრებით საწყის პერიოდში ფოკუსების ბაზა ავითვისე YouTube-დან. სადაც ძალიან ბევრი ფოკუსია ახსნილი და ეხლა შესაძლებელია ნებისმიერ ადამიანს რომ დასერჩოს, აი ელემენტარული keyword-ები რომ ჩაწეროს, ძალიან ბევრ რაღაცას ამოუგდებს და სხვათა შორის აი ბევრს მოუწერია რა, აი YouTube-დან არ მინდა რამე ისეთი მირჩიე რა და სინამდვილეში ამ YouTube-ზე ძალიან ბევრი სიღრმისეული ფოკუსი შეგიძლია რომ ისწავლო, მაგრამ სადღაცას გაჩერდები ხარ, რა თქმა უნდა, მე შენით უნდა გააგრძელო რა და მე ეს რომ გავიაზრე რომ მეც აქედან დავიწყე, რატომაც არ მოდი ვცდი. და ძალიან კარგი გამოხმაურება მოყვა პირველივე ვიდეოს, მე მეორე ვიდეოს, მესამე ვიდეოს და გამომწერებიც მომემატა. მაგრამ სადღაცას ახლა ეგ აუცილებლად გაჩერდებოდა რა ეს კონტენტი, ახლა საქართველოში მით უმეტეს საქართველოში რამდენმა 1000-მა კაცმა უნდა აკეთოს ხო ფოკუსები. და ის რაღაცა 40-50,000 გამომწერიც რომ ძირითადად მაგ კონტენტით რო ავედი, ეგეც ჩემთვის ძალიან ისეთი იყო რა, გას არ მოველოდებოდი მაგ შედეგს, მაგრამ ნუ ავიდა არხი რა. იქ ახლა ურავდი ხოლმე პარალელურად ცოტა სხვა ტიპის ვიდეოებსაც რა, მე რო ფოკუსებს ვაკეთებ და მაგასაც ბევრი ნახვა ქონდა გარეთ ხალხში, ქუჩაში ინტერაქციას, ყოველთვის ნახვადია ხოლმე რა, ფრენკის სახით დავიწყე მე 40,000-ზე დავიწყე ფოკუსი YouTuber-თან, მაშინ არ იყო ეს კოლაბები ძალიან კარგად ისე გავრცელებული და მომყავდა ხოლმე YouTuber-ი. ჯერ მას ვაჩვენებდი ამ ფოკუსს, მე ვასწავლიდი და ის იქვე ცდილობდა ამ ფოკუსის გაკეთებას, რომ მე მაყურებელსაც დაინახა, რომ თურმე ესეთი რთული არ არის რაღაც ფოკუსების შესრულება. შესაძლებელია, რომ აითვისო რა. მაგრამ მე მქონდა ცოტა პაუზა და ამ პაუზის დროს მე საილუზიო შოუს ვაკეთებდი. და საილუზიო შოუს მერე ისევ დავუბრუნდი, მაგრამ შევცვალე მიმართულება უფრო რაღაც გასართობი ტიპის კონტენტად ვაქციე, game shows ტიპის გადაცემებით, მაგრამ საილუზიო კონტენტიც შევინარჩუნე რა, აი მაგალითად რაღაც გადაცემა მაქვს ექსპერიმენტი, სადაც პირდაპირ მორგებულია ფოკუსებზე. და ნუ რაღაც გადავიღე არაერთი გარე ვიდეო, სადაც
ქუჩაში გავდივარ, ფოკუსებს ვაკეთებ და ასე შემდგომ. ეს მაინც ჩემი საყვარელი მიმართულება. ქართულად იყო ეგეთი კონტენტი არსებობდა, სამშინ დაიწყებდი. რისი კონტენტი? აი ახსნა. კი, სხვათა შორის იყო რა რამდენიმე. ჩვენ ზოგადად საქართველოში ვინც ვართ, ესეთ იძე ჩამოსათვლელი ხალხი ვართ, ვინც ფოკუსებს ვაკეთებთ. ოღონდ გაკეთებაში არ გულისხმობ. ხა ფოკუსებს ბევრი აკეთებს რა, მაგრამ აი ვისაც პროფესიის სახით აქვს უკვე ეს საქმიანობა ქცეული და ამას მიყვება და თუნდაც რაღაც შემოსავალი და ასე შემდგომ. ესე თითზე ჩამოსათვლელი ხალხი ვართ და ყველას ქონია მცდელობა სხვათა შორის ამ ხალხს რომ YouTube არხი ქონოდათ და რაღაცები დაედოთ, აიხსნათ, მაგრამ აი არ არის რა მარტივი რა. აი მეც ახლა მაგალითად YouTube-ზე რომ ვდებდი ვიდეოებს პირველი რამდენიმე წლის განმავლობაში კი სადღაც წელიწად ნახევრის უკან დავიწყე მე ესე ძალიან გააქტიურება რა. თორემ მანამდე სულ ვიყავი ესე სამსახურში მუშაობდი და როცა ვახერხებდი მაშინ ვდებდი ხოლმე ვიდეოს. აი ეს სადაც 40 და 10-60,000-მდე ავედი ეგრე. რომ აი შეიძლება თვეში 1-2 ვიდეო დამეკიდე. ეხლა შენ სრული კი, ეხლა full time ვარ, უკვე დიდი ხანია. სად მუშაობდი? თუ საიდუმლო არ არის გავაჟღერე. გასახელება ხო? მე მუშაობდი ლიდერბეტში. ხო. გინდა რომ გავაჟღეროს ხო რა. ლიდერბეტში მუშაობდი და სხვათა შორის დიდი ხანი ვიმუშავე ამ კომპანიაში, 8 წელი ვიმუშავე. თავიდან სხვა მიმართულებით, რაღაც bookmaking-ის მიმართულებით და მე ბოლო 4-5 წელი ვიმუშავე ჩემი პროფესიით მარკეტინგის, ეკონომიკის და ბიზნეს ადმინისტრირება მაქვს დამთავრებული და კონკრეტულად მარკეტინგის განხდა და მარკეტინგში ვიმუშავე. მე იქიდან გადავედი საერთაშორისო კომპანიაში ვიყავი და იქ ვმუშაობდი, მაგრამ თან რაღაცა ისეთი იყო, რაღაცა თითქოს კარიერული წინსვლა რაღაცა ამ ეტაპების გამოში ეტაპობრივად განვიცდიდი რა ამ კარიერულ წინსვლას და ესე წინ მივდიოდი, მაგრამ სულ რაღაცა მქონდა ეს მომენტი, რომ აი ეს საქმე ძალიან მიყვარს. რეალურად ეს საილუზიო სფერო, კი იუთუბერი ვარ, მაგრამ პირველ წყარო მაინც ყოველთვის საილუზიო სფეროა ჩემთვის, რომ აქედან დავიწყე, იუთუბერიც აქედან გავხდი რა. და იმდენად მიყვარს, რომ ამას რო ვერ უთმობდი აი ესე მთლიან დროს, ყოველთვის ქონდა ხოლმე გულისწყეტა რა, იმიტომ რომ სამსახურშიც რომ რაც არ უნდა მაგარ პროექტზე მემუშავა, სულ გონება მიდიოდა იქით, რომ აი იქ რო ვიყო, იქ რა მაგარ რაღაცებს გავაკეთებ. ხო, ესე გამოცდილება ანუ კაი გამოცდილება დაგიგროვებია ზუსტად იმისთვის, რაც აკეთებ მარკეტინგი და ძალიან. არც ერთ წამს არ უნანობ, არც ერთ გახარჯულ დღეს და წელს, იმიტომ რომ იქ არსებულ გამოცდილებას დღეს ძალიან ორგანულად ვიყენებ რა. საქმიანობაშიც, კომუნიკაციაშიც და ისეაც YouTube-ის ამბებშიც რა. ხო, როცა პრინციპში როცა გადაწყვიტე რომ უკვე full time ამ პროფესიაზე ყოფილიყავი, უკვე მყარი ის ქონდა საძირკველი, ხო, აქაც რო გადამხვედი, თუ კიდე კითხვის ნიშნები იყო. კითხვის ნიშნები ჩემ თავთან არ იყო, კითხვის ნიშნები. ხარა, ზოგადად როგორ გაამართლებდა? იცი ჩემ თავში უფრო ვიყავი რა, დარწმუნებული რომ გაამართლებდა და ვიცოდი, აი შინაგანად გრძნობდი რომ მქონდა იმის პოტენციალი, რომ YouTube-ზე საინტერესო კონტენტი მეკეთებინა, თუნდაც მაგალითად ჩემი არსებული პროფესიიდან გამომდინარე, რომ ძალიან უცხოხილია, ბევრს აინტერესებს და ასე შემდგომ და ისედაც. ეხლა ამ საილუზიო კონტენტის იქით, რასაც ვაკეთებ, აი ეს game shows ტიპის გადაცემები რაც მაქვს. მე თვითონ ძალიან მიყვარს თამაშები, რაღაც აი board game-ები, თამაშები, ეგეთი რაღაცა საინტერესო, აზარტული თამაშები, სადაც შენ სერთვები და შენ სტრატეგიაზე და ეგეთ რაღაცებზეა დამოკიდებული, ძალიან მიყვარს რა და ბევრი ისეთი რაღაცა ვფიქრობდი ჩემს გონებაში იყო ბევრი ისეთი კონტენტი, რომელიც ვიცოდი რომ ამას თუ დავდებდი, ხალხისთვის ეს საინტერესო ყოფილიყო. ჩემ თავში უფრო მეტად დარწმუნებული ვიყავი და ამ ყველაფერმა გაამართლა რა. საბოლოო ჯამში. ეხლა რაც ყველაფერი დაგრო და ჩაბნა ფიქრი მქონდა მე რაღაცები რა თქმა უნდა შევცვალე პრაქტიკაში უკვე რო გადადიხარ. უკვე ამჩნევ რაღაცამ რაც გაამართლა, რამაც არ გაამართლა და მე რაღაცა პატარა მოდიფიცირებაც მოხდა, მაგრამ აი ძირითადი რაც მქონდა წარმოდგენილი თავში ხო ისე გავყევი და გაამართლა. ხო, ანუ ესე ერთ დღესაც გამოვუცხადე სამსახურში რომ მორჩა მივდივარ და კი, აი ამ რამდენიმე სამსახურის შეცვლამ, აი ბოლოს მახსოვს რა, ძალიან კარგი შემოთავაზება მქონდა ერთ-ერთი კომპანიისგან და არჩევანის წინაშე ვიყავი და ბოლოს ავდექი და მაინც აი ძალიან რთულია რა, არ არსებობს არ ვიტყვი ხა შეიძლება ვიღაცამ შეძლოს ეს რა, მაგრამ ძალიან რთულია რომ თან მუშაობდე სამსახურში, თლიან შენ დროს უთმობდე და თან პარალელურად YouTube-ზე აკეთებდი. ხა თან განვითარდა რა, შენს დამეთანხმები რომ იმდენად რაც უფრო ვითარდება კონკურენცია იზრდება მეტი. ამ გასართობ ჟანრში სადაც შენ ხარ დიდი კონკურენცია არის უკვე. ხო, გასართობ, მაგრამ შენს ჟანრში რა არის დიდი კონკურენცია. ხო, ამიტომ ეგ კარგი
კარგია რაღაც ხრიკა პირიქით, ძალიან კარგია, რომ მეტი ადამიანი შემოდის, მეტი ინტერესდება, იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში გამოიწვევს უფრო მეტი ადამიანის ცირკულაციას აქ რა YouTube-ზე მაყურებელს გულისხმობ. და ხო შენ რო ხალხს შენ მოიყვან, მარტო შენ ხო არ გიყურებს, აი იმიტომ რომ აი სულ რო YouTube-თან შეხება არ ქონია რა და აი ჯაფარას პოდკასტი გავხსენი უყურე და გავხსენი გავთიშე, კაი გავთიშე ერთხელ გავთიშე ორჯერ სამჯერ, სადღაც გაჩერდები შენ თუ მოსწონს შენი კონტენტი რა იქ ვიღაც ამოაგდებს და მე იმას მიაჭერს რა. ხო, ზოგადად ჩვევაში გავუჩნდება ადამიანს რომ YouTube-ზე შევიდეს, ტელევიზორში ჩართვის მაგერად YouTube-ი ჩართვა. აი ძალიან ბევრჯერ მქონია კომპანიებთანაც, უბრალო ადამიანებთანაც, ვისაც უთქვამს რომ აი თურმე რა საინტერესო რაღაც კეთდება ქართულ YouTube-ზე, იმიტომ რომ ეხლა ყველას ვისაც შეხება არ აქვს გონია რომ აი YouTube ქართული YouTube-ი როგორც დაიწყო და რა გასაკვირია ეხლა საწყის ეტაპზე თუ ასეთი მაღალი დონე არ ქონდეს, ხო ეს ხო ბუნებრივი პროცესია რა, მაგრამ ეს აღმავლობის ხანა და ეს პროგრესი რაც გაინცა და ბევრმა არ იცის, იმიტომ რომ შემხებულობა არ აქვს. და როცა შემოსულა და რაღაცა გაუხსნე და უნახავს, ბევრს უთქვამს რომ აუ შენი გადაცემა ვნახე და თურმე რა მაგარი რაღაცა ყოფილა. აი იმის გადაცემას უყურე, აი იმას ჩაუჯექი, აი მაფიას უყურე და ანუ მე უცბად აღმოუჩენიათ რომ რა საინტერესო რაღაცები ხდება რა და ჯერ კიდევ ბევრმა არ იცის, რამეც ვფიქრობ რომ ჯერ არ არის იმდენად კარგად ათვისებული რა, აი სტაბილურ მაყურებელს გულისხმობ. ვიღაცები შემოდიან, რაღაცებს უყურებენ, გადიან, მაგრამ აი იმ ეს ხალხიც ნელ-ნელა გადმოერთვება რა. იმიტომ რომ ანუ აქეთ მოდის რა, საბოლოო ჯამში გზა აქეთ მოდის რა. კი, YouTube-ის თემას მიუბრუნდეთ. ისევ შენი ჯერ პროფესიას რო გავაგრძელოთ, ნუ შენ ხარ ესეთი ჟანრი მენტალისტი და მიკრომაგია, ხო? ხოლმე შეიძლება ესე ასახელებ ხოლმე შენ მიმართულებას, თუ ჟანრით როგორც ქვია. მე ყოველთვის მაგრამ მაინტერესებს და მომწონს ხოლმე ესეთი ისტორიები, ხა შეიძლება მოყევი რომ ადამიანი სადაც მუშაობდა, მეც დაახლოებით ეგეთი ისტორია მაქვს და მაინც ეს საყვარელი საქმე გეძახის და ბოლოს ამბობ რომ მოდი საყვარელ საქმეს დავუთმობ თელ დროს. მიუხედავად იმისა, რომ იქ ბევრად სტაბილური ისაკ აქვს და აქ რისკებია და ბევრი რა მოხდება არ იცი და მაინც რომ ამას დავუთმობ დროს და სარისკო ნაბიჯს გადადგავ. ეგეთი ისტორიები ყოველთვის მაინტერესებს რა მაგის მოსმენა და ესეთი შთამაგონებელი არის რა, თორსა ეს ინსპირაცია არის კარგი რა და სულ ყველაცებს მოუწოდებ ხოლმე რომ აი რაც გიყვარს ის ეძებე რა, იქნება იქ იპოვო რაღაც საქმე, იმიტომ რომ ბევრად ახალ ჰორიზონტებს, ახალ შესაძლებლობებს გიხსნის ცხოვრებაში და ხო საერთოდ სხვა შეგრძნება ეხარას წაკეთებ ვიდრე მაშინ სამსახურში მუშაობდი. იქ ის სამსახური შეიძლება გზიამონებ და იქაც იყო რაღაც აზარტი, მაგრამ აქ მე რაღაც თელი თავით რო ხარ გადაშვებული საქმეში, საერთოდ სხვა მუღამი აქვს რა. აი მაგაზე ჩაგეჩრებ ეგეთ რაღაცას ვიტყვი რა, რომ მე იმას კი არ ვამბობ, რომ ის ცუდია და ეს კარგია რა. არა, მეც არ ვამბობ, ხო, ანუ საყვარელი საქმე არის აქ რა. შეიძლება ვიღაცისთვის პირიქით პრიორიტეტი იყოს კარიერული წინსვლა და იქ ხედავდეს რა საკუთარ თავს და რა თქმა უნდა ესეთი ადამიანი ძალიან ბევრია რა. უბრალოდ ჩემ შემთხვევაში და ალბათ ჩემ შემთხვევაშიც ესე მოხდა და კიდევ სხვა იმ ხალხის შემთხვევაში ვინც მაგალითად ან აქეთ არიან ან მარტო YouTube-ის სფეროში ხო არ არიან ეგეთი ხალხი რა, ვინც სამსახურს ანებებს ყველა YouTube-ზე ხო არ მოდის არა. ბევრი ესეთი მიმართულება უბრალოდ მე ვიგრძენი ჩემ თავში რომ ჩემთვის პირველ რიგში ჩემთვის და მე ალბათ უფრო ფართო მასშტაბისთვისაც უფრო მეტის გაკეთება შემეძლო ვიდრე იმ კონკრეტულ კომპანიაში მუშაობის, თორე პირიქით მე კიდევ ერთხელ ვარცე დღეს არ ვნანობ, იქ ძალიან დიდი გამოცდილება ცოდნა შევიძნე. ხო, ანუ მე იმას კი ვამბობ, საოფისე ცუდი არის. პირიქით, ანუ აი როგორც კარიერა ესე რო იფიქრო, რომ თუნდაც შეიძლება ვიღაც ესეთი პროფესია მოწონდეს, რომელიც ოფისში მუშაობას გულისხმობს, მაგრამ აი შენ თუ ის გევასება, რაღაც იურისტობა ან ფინანსები ან რაღაცა მასე იპოვო საყვარელი საქმე და მე იმაში გაიკეთო კარიერა რა, ანუ ესეც კარიერა ჩვენსაც ვაკეთებთ ხო, აქაც ვითარდები და ახალ ეტაპებზე გადადიხარ და გეგმავ როგორ წაიწიო წინ და თან იცი რა ეგ დღევანდელ არ ვიცი ეს სხვაგან როგორ ხდება, მაგრამ საქართველოში ისედაც რომ შევაჯამოთ რა, გაცილებით უფრო მომგებიანია, როცა შენ საქმეს აკეთებ თუნდაც ნებისმიერ სფეროში, ვიდრე სხვაზე მუშაობ რა. ფინანსური ანაზღაურებითაც რო ვილაპარაკოთ, შენ თუ გზნობ რომ ხარ არა უბრალო კადრი, არამედ შეგიძლია რომ იყო ნამდვილად ზე პროფესიონალი ადამიანი შენ საქმეში, მაშინ რა თქმა უნდა ჯობია რომ შენი საქმე გქონდეს, ანუ შენი იყო შენი თავის ბატონის პატრონიც. თუმცა აქ არის მეორე მხარეც, მე და ყოველთვის ორი მხარე აქვს, მე მაგალითად მეგონა რომ აი სამსახურიდან რომ წავა YouTube-ზე დავიწყებ ხა ვიდეოების აღებას და თავისუფალი ვიქნები, თავისუფალი გრაფიკი, მაქვს ეს თავისუფალი გრაფიკი, მაგრამ თავისუფალი დრო არ მაქვს რა. ძალიან დიდი დრო სჭირდება, იმაზე მეტად
მეტად და ბევრი დრო მიაქვს და თუნდაც ენერგიაც რა, ვიდრე თუნდაც სტაბილური სამსახური დილის რაღაცა 9-დან თუ 10-დან საღამოს 7-8 საათამდე. რეალურად მაგაზე უფრო მეტად სტრესულიც არის, უფრო მეტად დროც მიაქვს, ენერგიაც მიაქვს, მაგრამ უფრო მეტად სასიამოვნოა მე შედეგს ნახვა. არანაირად, ხო? იმიტომ რომ იცი რომ შენ თავზე მუშაობ. ანუ იცი როგორ არის, ანუ იქ კი შენ კვალიფიციურად წინ მიდიხარ, კარიერულად წინ მიდიხარ, მაგრამ საბოლოო ჯამში ნუ ესე არის, სხვის საქმეს აკეთებ რა, მაგრამ შენც ვითარდები. აქ მაგალითად რასაც აკეთებ, ყოველი გადადგმული ნაბიჯი შენივე თავის განვითარებაა რა და ამიტომ მე ეს გზა ვარჩიე ჩემ შემთხვევაში რა. ხო. მე კიდე ერთი საინტერესო ისტორია მაქვს, აი იგივე მომენტი მქონდა სანამ სხვა თემაზე გადავალთ, გარემ აქვე მოყვები. იგივე სიტუაცია მქონდა, სანამ YouTube-ს დავიწყებდი, მე ხო ჩემს აილუზიო შოუს ვაკეთებდი. აი ზუსტად იგივე მომენტი მქონდა რა. ჯერ საერთოდ ეგრე გავაკეთე, რომ წამოვედი სამსახურიდან YouTube-ზე კი არ დავიწყე, ჯერ შოუ დავიწყე, რომელსაც ვაკეთებდით რამდენიმე თვის განმავლობაში. და ეს შოუს რატო გავაკეთე რა, ანუ საქართველოში არ არსებობდა საილუზიო შოუ და ამ შოუში გულისხმობ არა რაღაც ღონისძიებას სადაც მე მივდივარ და სხვა აქტივობებთან ერთად ილუზიონისტის გამოსვლასაც ვნახულობ. აი პირდაპირ საილუზიო შოუ არ არსებობდა რა. შეიძლება ვიღაცა ჩამოსულიყო, ხა მამი ჩემი მეუბნებოდა რომ იგორ კიო იყო ჩამოსული, თუ სახელს თუ სწორად ვარ ვიცი რომ კიო არის. რომელიც ძალიან საბჭოთა კავშირის პერიოდში ძალიან ზოგადად ილუზიონისტი ხო, კიო ხო არა ხარა და ეს ილუზიონისტი ჩამოსულიყო ცირკში რაღაცა ნომრები აჩვენა და წავიდა რა, მაგრამ აქ არ არსებობდა ეგეთი რაღაც საილუზიო შოუ. და ერთხელ მახსოვს ჩემმა ერთმა მეგობარმა და კოლეგამ გიორგი ჩიქობავამ რაღაცა მომწერა რომ ტარდებაო საილუზიო შოუ რა და ხო არ წავიდეთ ვარ და მეთქი საილუზიო შოუ აქ როგორ სატარდება რა და მოკლედ რაღაც ბარი იყო სახელი არ მახსოვს ახლა ამ ბარის რა ვერაზე იყო რაღაც ბარი და ეკო რაღაცა ილუზიონისტი ეს და რუსი ტიპი იყო რა, ვინც აკეთებდა ამ შოუს რა. ხო და მივედით ინტერესის გამო რა, რომ მეთქი აი რა ხდება რა, მოკლედ და აქ რომ მივედით ამ ბარში რა, დაახლოებით სადაც 1 საათამდე, 1 საათიანი შოუ პროგრამა ჰქონდათ. ძალიან ვიწრო აუდიტორიაში, ძირითადად ასევე უცხოელები იყვნენ, ქართველების რამოდენიმე. ხოთა შორის გამიკვირდა მან რომ მივედი, ბილეთი ვიყიდე, ისე მივედი რა. რომ შევედი დაგხვდნენ, წინ დაგხვეს რაღაც სცენის წინ და ჩვენზე გამოაცხადეს, რომ ჩვენთან სტუმრად არიან საქართველოში ესეთი ცნობილი ილუზიონისტი და ეგ წარმოდგენა არ მქონდა ხა ის ახალი ჩამოსულია, მე გამოველაპარაკეთ, ცუდი ტიპი არ იყო რა პირიქით რა, ანუ ამ სფეროში დიდი ხანია იყო და რაღაც მიღწევებიც ჰქონდა და მე გამიკვირდა რომ იცოდა რა რეალურად და ძალიან ესეთი საპატიო სტუმრები რაღაც და მოკლედ დავესწარი და კიდე რომ გამოვიდი ჩემ თავზე გავბრაზდი რომ მეთქი აი რამდენი წელია ახლა ამ სფეროში ვარ რაღაცები გამიკეთებია რა ამ სფეროს თუ განვიხილოთ და გავბრაზდი რომ მეთქი აქ აკეთებს უცხოელი და თან ცოტა უფრო მეტად სენსიტიური იყო ეს მე ხდება? კი, ეს ხდება დაახლოებით 2 წელიწად ნახევრის უკან, 3 წლის უკან დაახლოებით რა. ხო და გამიკვირდა რა, თან ცოტა სენსიტიური იყო რომ მით უმეტეს აი რუსი რო აკეთებს რა და არაფერი კონკრეტულად იმ ადამიანის საწინააღმდეგო არაფერი რა თქმა უნდა პირიქით ძალიან კარგი პოზიცია და მაგრამ მაინც აი სხვანაირად მომხდა რა. ხო და რომ გამოვედი ამ გიორგის ვეუბნები რომ მეთქი ახლა მაშინ გქონდა რაღაცა კომუნიკაცია ჰუალინგთან, რომელსაც ძალიან დიდი ბოლრუმის სივრცე აქვს 800 კვადრატი. მეთქი ხვალ დაუვრეკოთ ხვალვე ამ ჰუალინგს და ჩვენ გავაკეთოთ მეთქი შოუ მეთქი ანუ როგორ უნდა ვერ უნდა ვაკეთებდეთ ჩვენ საქართველოში მეთქი და მანდიდან დაიწყო რა ჯერ ბოლრუმის სივრცეში გავაკეთეთ და სხვათა შორის პირველივე ივენტზე 250 ადამიანი შეეძლოთ რომ მოსულიყოს ყველა ბილეთი გაიყიდა მოვიდნენ თან ამას რაღაც კომერციული ხასიათი მივეცით მე რაღაც პატიჟებდით ცნობილ ადამიანებს მე ამას ვიღებდით თუმცა ონლაინ ვერ ვათავსებდით ძალიან შოუს რაღაც ნაწყვეტებს ვაკეთებდით ხოლმე და ვდებდით მე ამ პირველმა შოუ მეორე შოუ გაყიდა იქაც ყველა გაივსო ბათუმში ჩავატარეთ 1000 კაციან დარბაზში საზაფხულო თეატრში იქაც ყველანი მოვიდნენ და ძალიან კარგი სტარტი გქონდა რა ყველაფერი გავაკეთეთ მაგრამ მე მან მოხდა ის რომ ჩვენი სპონსორი იყო ერთ-ერთი ბეთი და რეგულაციები შეიცვალა
გარე ღონისძიებების და სპონსორება არ შეეძლოს თუ არ იყოს სპორტული ხასიათის. ან მაშინ უნდა გაგვეკეთებინან, რომ უნდა გადაგვეღო და დაგვედო, რომ ესე რაღაცა გაგვეპრავებინა, ესე უხეშად ვიტყვი, რომ ეს არ არის გარე ღონისძიება და ონლაინ ის არის რა, ივენთია რა. ამას ვერ გავაკეთებდით სამწუხაროდ, იმიტომ რომ შეუძლებელი არა საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით, რომ ყოველ მისვლაზე საათნახევრიანი საელუზიო შოუ პროგრამა შეცვალო. არ არსებულია. ეს რო ჩვენ დაგვედო, ვიცოდით, რომ ბევრი ადამიანის ნახავდა, იმიტომ რომ სულ მომდიოდა მესეჯები, რომ აი ვინც ვერ მოვდივართ, იქ ვართ, აქ ვართ, ვერ ჩამოვდივარ ან საზღვარგარეთ ვართ, როგორ ვახერხებთ და ეს რო დაგვედო ნახავდა ადამიანი, მე ინტერესი რო გაუჩნდებოდა, მოდი წავიდეთ და რომ მივადა ნომრების აი 70-80% მაინც ძირითადად რჩებოდა. კი ვცვლიდით აი რაღაცა 12-15 ნომრი და შეიძლება 3-4 შეგვეცვალა. კი არა ვცვლიდით რა. ყველა ჯერზე ვცვლიდით, მაგრამ ბაზა მაინც რჩებოდა რა. და დახვდებოდა იგივე რა. მაგრამ მიუხედავად მაგისა, აი მაგალითად პირველ შოუზე ვინც იყო მოსული უკითხავთ, რომ შემდეგ შოუზე ნომრები თუ შეიცვლება და რო აუხსენით, რომ აი შეიძლება 3-4 ნომერი შეიცვალა, მაგ 3-4 ნომრის გამო მოვალთო და იყო რაღაც გარკვეული სეგმენტი, რომელიც მაგრამოდენიმე ნომრის გამო მეორე შოუზეც მოვიდნენ რა. იმდენად და ძალიან მაგარი გამოცდილება იყო რა, ძალიან კარგი იყო და თუნდაც რა, არაფერი ხო, მე ხა იმ შოუზე რო არ წავსულიყავი მე, ეს ჩემ თავში არც დატრიალდებოდა, ვერც ვიფიქრებდი, მაგრამ რეალურად ადამიანს ბევრი შესაძლებლობა აქვს და აი შენ სიტყვებს მოვიშველებ, რაც დასაწყისში თქვი, აი თუ ცხოვრება შესაძლებლობას გაძლევს, აუცილებლად უნდა სცადო და ანუ ხელიდან არ უნდა გავა. შენ უნდა სცადო რა და მე უკვე მიხვდები და უფრო მეტ არეალს გამოაჩეს, უფრო მეტ კარს გაგიღებს და უფრო მიხვდები როგორ უნდა წახვიდე რა. ხო, მე მაგასაც მიხვდები, დაინახავ კიდე რას, იცი რომ რამხელა ენერგია და შესაძლებლობა, რამხელა ნებისყოფა ქონია, რამხელა ენერგია ქონია. აი რაღაცას რო აკეთებ და ისე რა სამსახურია, აი სულ მალე იღლები, აი ამას ახლა ვერ ვიზავ დავიღალი და მე შენი საყვარელი საქმე რო არის და რო გინდა რომ ხედავ რომ ეხა ამასაც თუ ვიზავ კიდე უკეთესი იქნება და აკეთებ არ ჩერდები. მე რო გადმოხედავ, ესე ანუ შეგიძლია თურმე რომ რაცა ძალიან აქტიური იყო და ესეთი. ხო, იქ სხვა ენერგიას დებ რა. აი ეგ შოუ რომ მე რაღაცის გამო ვერ გავაგრძელეთ, რეალურად მაგის გამო რომ სპონსორის გამო მანდედან ეგრევე გადმოვეწყე YouTube-ზე. და ჩემი მიზანი იყო რომ YouTube-ზე გადმოსულიყავი, მოვძლიერებულიყავი აქ და მე უკვე ეს შოუ ისევ გამაგრძელებინა და სხვათა შორის აი ხა ესე არ გამომივიდეს რომ უკვე ამ შოუს ისე ვაგრძელებთ, მაგრამ ბევრი მეკითხება ხოლმე რა, ვინც მაგალითად ნამყოფია ან უნახავს ისე მაინც და წერენ ხოლმე და რაღაც აი სამომავლო გეგმებში მაქვს რომ ეს შოუ ისე უნდა გავაცოცხლო, იმიტომ რომ ძალიან განსხვავებული შოუა, რომელიც საქართველოში არ არსებობს, მსგავსი არც არსებობდა, პირველები ვიყავით, ვინც გავაკეთეთ, ერქვა ილუზიის სამკუთხედი და 3 ილუზიონისტი ვიღებდით მონაწილეობას. 3 ილუზიონისტი იყო განსხვავებული ჟანრის მენტალიზმი, ფსიქოილუზია და манипуляცია და ამ განსხვავებული ჟანრის რადიკალურად განსხვავებული ხასიათის ნომრებს ვაჩვენებდით საათნახევრიან პროგრამაში რა. და ძალიან მაგრა გაამართლა ხალხის რეაქციებს და რაღაცებს რო უყურებდით ემოციებს და შეფასებებს, ძალიან გვიხაროდა, მაგრამ იქ რაც გავაკეთეთ, აი 10 ჯერ უკეთესი შეგვიძლია რომ გავაკეთოთ რა. და იმაზე რო გვეუბნებოდა მაყურებელი, აუ ეს რა მაგარი შოუ გააკეთეთ, რაღაც მხრივ გვიხაროდა, მაგრამ რაღაც მხრივ გულის წყვეტა გქონდა, იმიტომ რომ ჩვენ ხო ვიცით რომ აი იმის 10%-ია. ხო, ანუ ესე იგი ვოჭოლი გააკეთებ რა ხან ეგეთი ის გაქვს. კი, აი და გაცილებით უკეთეს გავაკეთებ აუცილებლად. შენ ამ ნომრებს უკვე შენ თვითონ იგონებ? არა, მილუზიებს თუ მაინც უკვე არსებულებს ნახულობ და რაღაცა მოდიფიცირებს, რაღაცებს მოდიფიცირებას აუცილებლად ვაკეთებ და ჩემი აზრით ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შენ სტილს მოარგო რა, იმიტომ რომ აქაც შენი ნიშა უნდა გქონდეს, რითაც გამოირჩევი მაგალითად სხვა თუნდაც ილუზიონისტებისგან რა. მაგრამ ამ ჟანრში არიან გამომგონებლები და შემსრულებლები, როგორც მაგალითად რეჟისორები და მსახიობები. ცალკე არსებობს ესაც გამომგონებლები, სცენარისტები ასე ვთქვათ. კი, რა თქმა უნდა, კომპოზიტორი, მომღერალი, რეჟისორი, მსახიობი. რაღაცა ეგეთი ვარიანტია აქაც, იმიტომ რომ ხშირ შემთხვევაში აი გაგიკვირდება და ვინც იგონებს ფოკუსებს, ის კარგად ვერ აკეთებს ფოკუსებს რა. ან შეqidიან ამას მომგონებდნენ როგორც იმას ყიდიან. მაგრამ რა თქმა უნდა არიან სხვა როგორც სხვა სფეროში, როგორც გამომგონებელი, ასევე შემსრულებელი, ეგ რა თქმა უნდა ძალიან მაგარი, როცა შენს უნიკალურ ნომრებს ასრულებ. აი ერთი ქართველი იყო სერგი დოლიძე, რომელსაც თავისი შექმნილი ნომრები აქვს. სერგი დოლიძე იყო ამ ილუზიის სამკუთხედის ერთ-ერთი წევრი, რომელიც თავის ნომრებს თვითონ იგონებს ფოკუსებს, ნომერში სვავს და მე ამას აკეთებს და მეც ვცადე რამდენჯერმე. ხო, ყიდის თვითონ.
არ ყიდის არა. ცოტა ისეთი ჟანრი აქვს იმას, აი манипуляცია არის, რომელიც აი ცარიელი ხებიდან კარტებს რო აკროფაჩენ და ის რაუსრულად რო შეგიძლია რო გააკეთო. აი ფოკუსნიკი რაც გქონია. კლასიკური ხო? ხო, კლასიკური, აი კლასიკურ მე ცოტა უფრო კიდე სხვა რაღაცას ვეძახი, მაგრამ ხო, ძალიან ახლოს არის რა. ხო, აი რაღაცა ალბათ ფილმებში როგორც არის ხოლმე წარმოჩენილი თუ რაღაც სტერეოტიპულად რა. კი, ნამდვილად რაღაცა მოიყვანა, რაღაც ეგეთი რაღაცა. ოღონდ ქუდიდან მოყვანა არა, ეს არის აი უშუალოდ манипуляცია გულისხმობს, რომ აი მარტო კარტით არ აკეთებს, მაგრამ ნუ ყველაზე გავრცელებული ფოკუსი ეგ არის, რომ სცენაზე ილუზიონისტი დგას და მუსიკის ფონზე სადაც ხმას არიღებს და უსრულებლად ესე ცარიელი ხელებით კარტს გააჩენს, დააგდეს, მე გააჩენს, დააგდეს, მთლიან დასწრას გააჩენს, დაყრის და ძალიან ლამაზი სანა ესთეთიური სამახავია რა. ჩემ შემთხვევაში ხო, ის რაღაცა კურდღლის ამოყვანა ქუდიდან და ადამიანის შუაზე გაჭრა და მე რაღაცა გავქრი აქ გავჭდი ეგ არის სასცენო ილუზია აკრასის კლასიკური რა ნომრები რასაც ქვია ეგ მიმართულება სასცენო ილუზია ქვია სადაც ცოტა უფრო მასშტაბური ნომრები კეთდება რა ჩემ შემთხვევაში მე ვარ მენტალიზმის და მიკრომაგიის აქ აი მაგალითად манипуляციისგან განსხვავებით 180 გრადუსით სრულიად განსხვავებულია. მე პირიქით სულ საუბრობ, ინტერაქცია მაქვს, იქ საერთოდ სიტყვას არ ამბობ. აქ პირიქით სულ საუბარი მაქვს, ინტერაქცია მაქვს და შენ ხდები უშუალოდ შოუს მონაწილე. რა მე რაღაცას გეკითხები, შენ პასუხს მცემ და ეს პასუხი გავლენას ახდენს ნომრის კულმინაციაზე რა. რაღაც მეუნები, რაღაც ჩაიქრე ნებისმიერი ადამიანი, არ ცნობილი, იფიქრებ ბრედ პიტს და უცბად მე შეიძლება მაისური გავიხავ და ბრედ პიტის მაისური მიწვევს შეგინდა რაღაც სიტყვაზე ვამბობ რა. და მე შენ რას გააკეთებ და რა გადაწყვეტილებას მიიღებ, ეგ ძალიან მნიშვნელოვანია, ეგრე ვითარდება ფოკუსიც რა. შენ არ ხარ მხოლოდ მაყურებელი, ხარ ასევე ნომრის მონაწილე. ხო, ესეც რაღაც შემოქმედებას გავს, ალბათ ამის მოფიქრება, როგორც კომპოზიტორი იგონებს, ესე რაღაც ცხოვრებიდან უნდა მოიტანო ალბათ, ხო, ეს ნომრები და დაგეგმო, აი როგორ და მოიფიქრო, ალბათ ეგ არის ხო რაღაცა და ინახო ნიუანსი ცხოვრებაში და მე თქვა ამაზე ავაგო. არ ვიცი, ხო, აი იცი რა არის, მაინც ბაზა უნდა ქონდეს ახლა აუცილებლად, რა, ნუ თუ ამ სფეროსთან შეხება არ გაქვს, ვერც მოიფიქრებ რა თქმა უნდა. მე ახლა ისე კი არ ვამბობ, რომ ვინც იგონებს ის საერთოდ ფოკუსები არ იცის, იცის რა თქმა უნდა, უბრალოდ აი შესრულებას ყოველთვის ეგრე ვამბობ რა, მეუბნებიან ხოლმე, რომ ამ სფეროს ნიჭი სჭირდება და აი თუ ნიჭიერი არ ხარ მაგალითად ფოკუსებს ვერ გააკეთე. ესე არ არის, რეალურად გააკეთებ. აი ტექნიკურად რომ ფოკუსი აითვისო, ტექნიკურად რომ აითვისო რა. მე ვთვლი რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რა. ნებისმიერი ფოკუსი შეუძლია ნებისმიერ ადამიანს რომ აითვისოს. ეხლა შეიძლება გააჩნია, რა ვიცი, 2 თვე დაგჭირდეს, მე შეიძლება 2 წელი დამჭირდეს რა. ვიღაცა შეიძლება 2 დღე დასჭირდეს, მაგრამ რომ აითვისო ტექნიკურად, ეს ნებისმიერ შეუძლია. მაგრამ რომ შეასრულო და საინტერესოდ მიიტანო ეს ნომერი მაყურებელთან და მასზე შთაბეჭდილება მოახდინო, ემოცია გამოიწვიო და ასე შემდგომ, აი მან ნიჭი საჭიროა. აი სამსახიობო ნიჭი ბევრ რაღაცას თამაშობს, იმიტომ რომ მეც და შენც ვასრულებთ ერთ და იგივე ნომერს, აი ზუსტად იდენტურს, მაგრამ არ ვიცი, ჩემზე თქვან რომ კი, კაი ნომერი იყო, შენზე დაინგრეს დარბაზი და აი ფეხზე წამოდნენ და ვაიმე და ყველგან მოყვნენ რა. იმიტომ რომ შენ უფრო უკეთესად შეასრულე რა, ისენაზე რომ გამოხვედი, უფრო მეტად იყავი როლში შესული და ეგ ძალიან ბევრს ნიშნავს და ამიტომ უფრო შეიძლება გამომგონებელი ხარ, იცი რაღაც ფოკუსები, მაგრამ ისე ვერ ასრულებ რა. მე ვცადე, რამდენჯერ მე ვცადე ფოკუსის გამოგონება და რომ მეგონა რომ ვა, ჩემი ნომერი მოვიფიქრე, მე აღმოჩნდა რომ თურმე ეს წლებია უკვე არსებობს რა და ბოლოს ავდექი და თავი გავანებე რა. მე ძალიან ყიდულობ ხოლმე თუ საიდან კი, ყიდულობ ხოლმე. არის საიტები, სადაც შეგიძლია შეხვიდე, იყიდო ნომერი, რომ ჩამოგდის მე შეიძლება ვიდეო ინსტრუქცია მოგივიდეს თუ რამე რეკვიზიტი სჭირდება, ან რაღაც ნივთი, რომელიც გეხმარება ფოკუსის შესრულებაში. ეს ნივთიც მოყვება და ხშირად არის ხოლმე რამდენიმე საათიანი ვიდეო ინსტრუქცია დეტალებში რაღაცა უნდა დაჯდე მე იმუშაო ტექნიკურად აითვისო მე შესრულებაზე უნდა იმუშაო და მე ჩემ სტილს უნდა მოარგო და კომფორტულად იგზნო თავი და ასე შემდეგ. არის რაღაც პერიოდი რაც სჭირდება ხოლმე ამას? კი. თუ გააჩნია ნომერს კი, აი ხა გააჩნია რა თქმა უნდა ფოკუსი ყოფილა, რომელიც მინახავს და პირდაპირ ამდღარ ვარ და ეგრევე გამიკეთებია რა, იმიტომ რომ მცოდნე რაღაც ბაზა მაქვს რა, მაგრამ მიახლოებით ეგეთი ქონია გაკეთებული. კი, მაგრამ აი ხა არის ფოკუსი, რომელიც აი ხა 2020 წელს რო გავედი ნიჭიაში, ერთი ფოკუსი გამოვიწერე და 2 თვის განმავლობაში ყოველდღე ტექნიკაზე მუშაობდი, რომ გამეკეთებინა. დღესაც ძალიან რთული შესაძლებელია ეს ფოკუსი რა, მაგრამ იყო ესა? რომელი იყო და პირველ ტურში ჟიურის ტელეფონს ვაქრობ და მის ხელში ჩნდება ეს ტელეფონი რა. ვაუ.
ხო და ძალიან ისე მართლა ძალიან რთული. აი ხედვის რაკურსი უნდა აკონტროლო, ვინ საიდან გიყურებს, როდის გამოართმევ, როდის აღმოჩნდება მის ხელში ყურადღება და გადაატანე. ორი ფრონტზე იბრძვი მანდ ერთი რო ვისაც ეთამაშებით რომ ემუშავები და მეორე მაყურებელი რა ანუ ორივე ილუზიას უნდა ხედავდეს ხო რა იქ ხო საერთოდ სიგიჟე იყო აი ნიჭერის იმაზე სამ ფრონტზე იმიტომ რომ კამერები გიყურებენ და მე შენ ყველა კამერის კუთხე უნდა გათვალო აი ყველა კამერის კუთხე იმიტომ რომ იქ ხა მემონტაჟი რო დაждდება და 15 კამერით რო აქვს ახლა ამას ჩართავს ამას ჩართავს და ერთხელ ეგრე გაეპარათ ჩემს ერთ-ერთ ნომერში ვამბობ რომ მოკლედ მე შენ რაღაც კარტს გარჩევინებ და მე ამ კარტს მე ვტეხავ და ისე ვიდები ჯიბეში რომ შენ ამას ვერ ხედავ რა ხო და ეს არის რაღაც ნომრის რაღაც ნაწილი რა და ჩემი ნომრის პირველ იმაზე რომ ეხა ამ დეტალებს რა თქმა უნდა გავდივართ რა პროდიუსერებთან ვეუბნებით ეხა მით უმეტეს როცა სპეციფიური ნომერი გაქვს რა და უთხარი რომ აი ნომრის დასაწყისში აი ამ მონაკვეთში გვერდიდან არ გადამიღო უკინა ხო არ გაიღო ზურგით ხო არ ჩანს რა ანუ გიღებენ ზითად შენს წინ ესე რაღაც 180 გრადუსით კამერებია განთავსებული რა მაგრამ აი გვერდიდან ოღონდ უთხარი მარჯვენა გვერდიდან გთხოვთ რომ კამერამ ეს კადრი არ დააფიქსიროს თორე ხა აი დიაგონალურად იქნება წინიდან იქნება აქედან თუ მარცხნიდან მნიშვნელობა არ აქვს და ეს კადრი რა უბრალოდ აი ამ მომენტში და არ არის პრობლემაო და აი გადაცემა რო გავიდა მარჯვენა გვერდდა კადრია ზუსტად ეგ მომენტი აი ჩანს რომ ამ კარს ვიღებ და ჯიბეში ვიდებ ხა და იქ ჟიური საერთოდ ვერ ხვდება ვერც ჟიური ვერ მიხვდება გინდა მაყურებელი იყოს იმ მომენტში მე ისეთ რაღაცას ვამბობ ის რაღაცას ვაკეთებ რომ მისი ყურადღება აბსოლუტურად სხვა ის წამ იმდენად გადატანილია მე პირდაპირ მნიშვნელობით ამ კარს ჯიბეში ვიდებ და ვერამე ვერ ხედავს მაგრამ აი მაყურებლის თვალწინ აი ესე გავიდა რა მოკლედ ხა და ეგეთი პატარა ლაფსუსებიც ხო არის ხოლმე, როცა უნდა აკონტროლო რა. ძვირი არის ესენი? ესეთი ნომრები. სხვათა შორის ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ხელოვნების დარგია და რატო? იმიტომ რომ როცა იწერ ფოკუსს რა, თან როგორ არის იცი შენ ზუსტად არასდროს არ იცი შენ რა ჩამოგივა რაღაცა აი მე მქონია რაღაც ფოკუსები მიყიდია და რომ ჩამოსულა ნუ ბევრი არ არის ეგეთი მაგრამ რამდენიმეა მაგრამ არასდროს არ გამეკეთები ეს ფოკუსი იმიტომ რომ არ აღმოჩენილა ისეთი პრაქტიკული როგორიც ჩანს ხო წინასწარ ვერ ნახულობ იმიტომ რომ მაშინ აღარ იგედი წინასწარ ვერ ნახულობ მაგრამ ეს უფრო საწყის ეტაპზე იყო ხოლმე ახლა თუ აი მეტი ცოდნა თუ გაქვს და მეტი გამოცდილება ეხლა რომ ნახულობ აი რაღაც ახალი ფოკუსი გამოვიდა რა როგორ უნდა შეერჩიო აღწერა აქ უბრალოდ თუ აი ის მიხედვით არჩევ რომელი იყიდო თუ წინასწარ ვერ ნახულობ აი როგორც არ ვიცი ხა ფილმები ხო იდება საიტებზე ეგრე იდება ფოკუსებიც რა არის სხვა ანუ რაღაც ტრეილერივით მოყვება მასაც და იქ მე ასრულებ მე ამ ტრეილერში ჩანს კიდევაც უშუალოდ კამერასთან შესრულების მონაკვეთი ხალხის რეაქციები და ასე შემდგომ და მე ფოკუსს რო უყურებ ახლა აი 80 და ალბათ 18%-ში უკვე ვიცი მინიმუმ ძალიან მიახლოებულად როგორ კეთდება ეს რა და უკვე შემიძლია გადაუწყვიტო. თუ არ ვიცი და მაგალითად რაღაც გუშინდელი გამოსული ფოკუსი არ არის. არის რევიუებია, განხილვებია და იქ რაღაც სხვადასხვა ისენი არის რა მოკლედ რა ჯგუფებიც არის, სადაც შედიხარ და იქ გეუბნებიან რომ აი ეს პრაქტიკული, ეს არ არის პრაქტიკული და იმის მიხედვით იღებ გადაწყვეტილებას რა. იწერ თუ არ იწერ და მაგრამ ბოლომდე მაინც ესე არ ხარ. შეიძლება რაღაცა იყიდო, ეხლა მე გულისხმობ უკვე გამოსილი ილუზიონს, რომ ეხლა შენ რო რაღაცა იყიდო რომ ჩამოვიდე შენ შეიძლება ყველაფერი ჩინური იყო საერთოდ ვერ მიხვდე რა ხდება აი ფოკუსის სირთულესაც გააჩნია იქაც არის ხოლმე საიტებს გააჩნია მითითებული აი მარტივი დონე საშუალო დონე რთული დონე მაგრამ არის ხოლმე როგორი ფოკუსებიც აი რომ გახსნი ამ ვიდეოს რომ ნახო რა რაზეა ეს ფოკუსი მარტო ხალხის რეაქციებს განახებენ და რაღაც მონაკვეთები ამოღებულია რა აი ეგ უფრო მეტად სარისკოა ეგეთი ფოკუსის ყიდვა იმიტომ რომ რაღაცას არ გაჩვენებს მაგრამ თუ ფოკუსს განახებს თავიდან ბოლომდე შესრულებას რა მანდ უკვე გაცილებით მარტივია გამოიტანო დასკვნა პრაქტიკული იქნება თუ არა ხო აი და საშუალოდ რაღაც აი არ ვიცი აი იწება არ ვიცი რაღაცა $5-დან შეიძლება დაიწყოს და ავიდეს რამდენიმე $1000 მაგრამ საშუალო ფასი აი კარგი ფოკუსის ერთი კარგი ფოკუსის ალბათ სადღაც ესე 50-დან $200-მდე აი დაახლო გააჩნია მე მქონია მომენტი $5 ფოკუსი მიყიდია და ისეთი რაღაც გამოუწევია ამას ისეთი რეაქციები რომ ძალიან შტამბეჭდავი იყო, მაგრამ მქონია რომელიც აი რაღაცა $300 ფოკუსი მიყიდია და არაფერი განსაკუთრებული რა, ანუ გააჩნია, აი შენ სტილს გააჩნია რა, რომ მოერგება, აი ესეთ ფოკუსები, რომელსაც მე საერთოდ არ გავაკეთებ. ჩემში არ არის. როგორც მოკლედ აი
რეპ მომღერალი ვერ იმღერებს ოპერას, აქაც იგივეა რა, შენ თუ ხარ რაღაც სხვა ჟანრის წარმომადგენელი, შეიძლება ჩემი სტილის ნომრები ვერ შეასრულო რა და ეს გასაკვირი არ არის. ხო. თქვა სოფლიო ასე აი ტოპ ილუზიონისტები ვინც არიან, ლას-ვეგასი არის ისა მექა, მე ეს ფილმიდან ვიცი და ეგრე არის ეგრე. იქ ვინც მუშაობს ისინიც ესე ყიდულობენ თუ იქ უკვე თვითონ თავისი გუნდი ყავთ თუ მაგლებელზე როგორ ხდება? იცი რა არის ხა შეიძლება სადღაცას სხვანაირადაც ხდება და ვიღაცა ისეთი ილუზიონისტი ხა არ მგონი რომ დევიდ კოპერფილდი საიტებს ეჯდეს და ეხაც აკეთებს ხო შოუებს რამდენი წლის არ ვიცი მაგრამ მაინც აკეთებს რა მაგრამ ესეთი კალიბრის ილუზიონისტები ხარ რაღაც გლობალურ მასშტაბებზე რო არიან გასულები და ასე შემდეგ არ მგონია რომ საიტებს უზიან და რაღაცებს უმეშვებიან და სავარაუდოდ თავიანთი გუნდიც ყავთ ვინც შეიძლება ისინი უზიან რა და ისინი არჩევენ მაგრამ მე ხშირად მინახავს მსგავსი დონის ილუზიონისტიც ასრულებს ისეთ ფოკუსს რომელიც მეც მაქვს რა რეალურად რა მაგრამ თავიანთი ექსკლუზიური ნომრები აქვს ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა და ლას-ვეგას რაც შეეხება ლას-ვეგასი კი ყველაზე ის ტოპ მომენტია სადაც შეგიძლია შოუ გააკეთო იქ რო ჩადიხარ იქ მართლა ხელოვნების დონეზე ყავთ აყვანილი აი არ არსებობს სადმე შეხვიდე და ილუზიონისტი არ ყავდეთ რომელიც რაღაც შოუს აკეთებს და არის ეგეთი გადაცემა Penn and Telleris Full 100 შეიძლება მაყურებელთან ნახი აქვს სადაც ეს ორი არის ადრე გადიოდა რუსთავიურზე გადიოდა მე მგონი არა ეგ რუსთავიურზე არ მახსოვს არ ვერ გავიდოდა ზუსტად მახსოვს ტელევიზორში უყურებდი ხოლმე ინტერნეტი არ არსებობდა მაშინ ტელევიზორში მინახავს ქართულად ნათარგმნია შეიძლება რუსთავიურზე მაშინ შენ იცი რას ამბობ იმაზე ხო ნიღბიან ტიპზე ხო არა არა ერთი ცოტა ესეთი ჭარბწონიანი მეორე პატარაა და ტელევიზიაში უყურებდი ამას? კი, ტელევიზორში მაქვს. ნუ არა, უცბად. რომელი დავამახსოვრდა, იცი, ერთი ჰქონდათ მაგიდასთან ისხრენ და რასაც ხას უშვებდნენ, ყველაფერი ზევით გარბოდა და მე აჩვენესო თურმე თვითონ ეკიდნენ ჭერზე და კამერა იყო უკუღმა და მე ბოლოს აჩვენებდნენ თვითონ როგორ იყო გაკეთებული და შენ ალბათ Penn and Telleris shows Penn and Telleris ბევრი ის ქონდა თავიანთი. ხო, ნუ მაგ ორ ტიპზე ვიდე. ხო, ეგ ორნი არიან ხო, Penn თუ სხვა. კი, ორნი არიან, ერთი რო ლაპარაკობს, მეორე ხმას არიღებს, მეორე აკეთებს რაღაცებს, ეს ახმოვანებს რა. და ისიც აკეთებს ფოკუსს, მაგრამ ერთი საერთოდ ხმას არიღებს. შენ შეიძლება რომელიღაცა მაგათ შოუ გადაცემას გულისხმობ, რომელიც ონლაინში ძდებოდა, ალბათ ტელევიზიაშიც გადიოდა, მაგრამ ამათ აქვთ ასევე ეხლა ბოლო პერიოდში დაიწყეს, ბოლო რამდენიმე წელია ალბათ, არა ცოტა მეტი 1-10 წელი ალბათ აკეთებენ. Full 100 ქვია რა და სადაც ილუზიონისტი გადის და ეს ორი უნდა მოატყუოს. და ნომერს ასრულებს მოკლედ და ეს ორი და Full 100 და ხო Full 100-ში იგულისხმება Penn და Tellery და მან დოღოთ არ კეთდება რაღაცა განსაცვიფრებელი და მასშტაბური ტიპის ნომრები მან შეიძლება აი ვიღაც გამოვიდეს და 100-ის ღერით ფოკუსი განახოს რომელიც საერთოდ არ არის რაღაცა ისეთი ვაუ და რაღაცა მაგრამ შენ თუ ამ 100-ის ღერით რაღაც ისეთი გააკეთო რომ ისეთი ვერ მიხვდებიან ფოკუსის სახე უნდა ქონდეს რა თქმა უნდა შენ Full 100 ან მოატყუე რა ესე იმათ რა გამოცდილება აქვს და იმათ ხო იმხელა გამოცდილება აქვს რომ ანუ ჯერ ესეთი ძალიან ბევრ ჟანრში არიან ამდენი წელია არიან რა და შეიძლება აი როგორც გითხარი ხა მე სხვა ჟანრი ვარ შენ სხვა ჟანრი ხარ და მე შეიძლება ვერ ვაკეთებ შენს ნომერს მაგრამ ვიცი როგორც კეთდება ხო მე ბევრ ნომერს ვერ ვასრულებ მაგრამ ვიცი როგორც კეთდება და იმათ წარმოიდგინე რამხელა ბაზა აქვს და იქ და მოატყუო რა ვინც ატყუებს მოკლედ აძლევენ Full 100-ის რაღაცა ის არის რა 1000-ით არის და მანდ ჯილდო არის ის რომ ლას-ვეგასში თავიანთ იმაში აქვთ გითმობენ დროს რომ შენ შოუ გააკეთო რა. პოდკასტის თავიდან დაწყება უფრო მინდოდა იმ თემაზე რომ აი ადამიანს რატო უყვარს ეს რაღაც ამოუცნობი ამბავი მაგია რაღაცები, მაგრამ ჯერ ცოტა სხვა მიმართულებით წაიღო, მაგრამ აქამდეც მივიდეთ და ნუ ბარემ რახან ამაზე ვლაპარაკობთ მე ესე მაქვს გაგებული ალბათ ვიღაც გამოსმენი რომ YouTube-ის გამოჩენამ ძალიან კვალი დაატყო ამ ჟანრს. და გაჩნდნენ არტისტები, რომლებიც ეს სცენიდან რაღაც შოუებს კი არ აკეთებდნენ, ხალხთან რო აკეთებდნენ რაღაცა ფოკუსებს. და ეს მართლა ესე იყო ამ პროფესიაში რაღაც ახალი სტილი, ახალი ერა მოიტანა, აი დევიდ ბლეინის ნაირი დევიდ ბლეინი ერთ-ერთი იმ რაღაცა პირველ თაგანი იყო, ნუ საწყის ეტაპზე ძალიან დაემთხვა, რომელიც თავიდან გადიოდა მართლა ქუჩაში რაღაცებს აკეთებდა, ხალხს აჩერებდა, ფოკუსებს იღებდა და მერე მაგისმა ვიდეომა ძალიან ესე პოპულარული გახადა. ესეთი რამდენიმე ილუზიონისტი იყო, აი დაინამო მაგალითად რა. ზოგი დომინო დინამოს რო ეძახის რა, ანუ ეს ბრიტანელი ილუზიონისტი იყო, ოღონდ ამ ილუზიონისტი უკან ძალიან დიდი მარკეტინგის გუნდი იდგა, რომელიც ეხმარებოდა, მაგრამ ესეც ძალიან
ნიჭერი თუ მაგარი არ ხარ, რაც არ უნდა გუნდი ყავდეს, ვერაფერს ვერ გააკეთებ. მაგრამ ესეც ძალიან პოპულარული გახდა, ზუსტად მაგ ასე ვთქვათ, რესურსების გამოყენებით, რომ გადიხარ რაღაცა ფოკუს აკეთებ, გარეთ რაღაც მასშტაბურს, მე ამ ვიდეოს იღებ, ტვირთავ და მილიონობით ადამიანი ნახულობს რა და კი ესე არის საქართველოშიც რა ვიხარ საქართველოს მე ესე მიმაჩნია რომ თვითონ ამ პროექტმა ნიჭიერმა ხელი შეუწყო. ახლა მე ნიჭიერში ვარ გავსულიყავი, ჩემს სამეგობრო წრეში დიდი ხანი ვაკეთებდი ფოკუსებს, მაგრამ მეც ნიჭიერში იმიტომ გავედი რომ ძალიან შევწუხდი ყველა მეუბნება რომ გადი, მაგრამ აი ამ პროექტმა ნიჭიერმა ბევრ რაღაცას კი, ბევრი ისეთი ადამიანი აღმოაჩინა, რომელიც განსხვავებულ ჟანრს წარმოადგენს და არა მაგალითად სიმღერას და ცეკვას, რომელიც ჩვენთან საქართველოში უმაღლეს დონეზეა რა პირობითად რა. და ზოგადად ეხა ხო ინტერნეტში უცე და YouTube-ზე განთავსება და არა მარტო YouTube-ზე, ყველა ნებისმიერ სოციოპლატფორმაზე ეს არ მგონია რომ მარტო საილუზიო სფეროს შეუწყო ხელი. ყველა ბევრგან არის, მაგრამ აქაც კი ძალიან კარგად იმუშავა ამ ყველაფერმა რა. ხო David Blaine დღეს ვინ არის ეგეთი ტოპი David Blaine-ია თუ უფრო პაპსა არის David Blaine? არა, პაპსა არასდროს ყოფილა არც ახლა. David Blaine აი როგორი ილუზიონისტი იცი ჩემი. მე ვაღიარე ხო. ახალ საფეხურზე რო გადავიდა რა. ეგეთია? კი, იმიტომ რომ ხო მე აი ეს პირიდან რო ბაყაყი ამოიღო და მე კიდე მეორე ბაყაყი მოაყოლა. ხო. იმიტომ ეგ მან ხო ტრიუკი არ არის. ეგ არ არის ტრიუკი, ხო, მაგას endurance artist-ებს ეძახიან, ხო? კი, იცი როგორ არის? ეგ მან უკვე ტრიუკი მართლა არ არის რეალურად რა, იმიტომ რომ ეგ ადამიანი წავიდა აფრიკის რომელიღაცა ერთ-ერთ ქვეყანაში ჩავიდა, ვიღაც ტიპისგან ისწავლა ეგ როგორ უნდა გააკეთო და მარტო ბაყაყი არ ამოაქვს რა, რაღაც შეიძლება რაღაცა სითხედალიო გაიჩერო და მე ამოიღო რა. იქ რაღაც პერიოდი პატარა მოკლე ხანი იცხოვრა ამ ტიპთან ერთად და ამოღამა წამოვიდა და მე ფოკუსებში გამოვიდა. მე მაგ ნარახი რაღაც შავ-თეთრი კადრები არის, აი სულ პირველად რომ გამოიგონეს ფილმი, ვიღაც ადამიანი რაღაც აკეთებს რა ძველი მაგას. რომ ეს რაღაც წყალი და ნავთი იყო რა. იმიტომ წყალი და ნავთი ერთმანეთს არ ერევა და მუცელში ჯერ წყალს სვავდა, მუცარი კუჭს ესე თქვა ერთი-ორი დღე არ ჭამდა არაფერს თუ გამოესუფთავებინა ორგანიზმი, მე წყალს სვავდა და მე ნავთს აყოლებდა. ესეთი ფიქს ჰქონდა რომ ჯერ ნავთით ცეცხლს აჩენდა, პირიდან ნავთს გადმოცხა ცეცხლს აუკვიდა და მე თავისივე წყლით აქრობდა და ამას აკეთებდა აი შავ-თეთრი კადრები რო არსებობს და იქ ახსნილი იყო რომ ეს ამოღებინების იმას რა ქვია რეფლექს ამოღავენ და იმორჩილებენ და თან შეუულიათ რაღაც ნაწილი ამოიღონ და მე კიდე მეორე ნაწილი და ხო ანუ მეც ახლა ჩემამდე რა ინფორმაცია და თავს ვერ დავდებ მაგრამ მეც რაც ვიცი და რაც პატარა რისერჩი რაც მაქვს გაკეთებული რაღაცა საყლაპავი მილი რაც არის ეს კუჭამდე სანამ ჩავა რა იქ არის რაღაცა ადგილი სადაც იჩერებ რა ეგ სხვა ერთი ტიპი არის რომელსაც კბილები აქვს ამოღებული წინ რა 2 თუ 3 თუ 4 კბილი წინ ამოღებული აქვს იმის გამო რომ მაგალითად ბილიარდის ბურთს ყლაპავს და მე იღებს აი ბრიტანულ და ამერიკულ ნიჭიერშიც არის გასული ეგ ტიპი რა ეს რაღაც თავიდან გავიდა რაღაც პატარა რაღაცებით დაიწყო გადაყლაპა ამოაგდო და მე ბილიარდის ბურთს ყლაპავს ჯერ წარმოიდგინე რანაირად ჩაყლაპო მე რაღაცა წკაპ დაარტყავს და ამოაგდებს გადმოაგებს რა მე ეს ყველაფერი გააკეთა ფოკუსის სახით რა გააკეთა იცი ბეჭედი აიღო და ბოქლომი აიღო რა გახსნილი ბოქლომი აიღო გადაიყლაპა პატარა ბოქლომი ოღონდ და მე ბეჭედი გადაყლაპა რა და მე ამოიღო ბოქლომი დაკეცილი რომელზეც ის რა ქვია ბეჭედი იყო შიგნით რა დაკეტილი ბოქლომი მაგრამ ეხა ეგ და კუჭი კი არ გააკეთა ეგ ქონდა იქ უკვე ანუ იქ უკვე ქონდა რა რეალურად მაგრამ ჩანაცვლებაც ხო ხო ანუ წარმოიგე რო ის შემთხვევით ის არ ამოვა ხო და ნუ მაგ ყველაფერს ესე იგი რაღაც ადამიანის ფიზიოლოგიური შესაძლებლობა აქვს თქო ადამიანს რომ ეგ რაღაცა გააკეთოს იმიტომ რომ მეც ვიცი რომ დევიდ ბლეინს ეგეთ რაღაცებს აკეთებდა რა მოკლედ და მარტო ეგენი არ აქვს ბევრი რაღაცა ხო ნუ ის რაღაცა კუბოში რო იყო რაღაცა ერთი კვირა მეგონი დამარხული და რაღაცა გიჟებს აკეთებს 48 საათი იყო კი რაღაც ქანდაკებაზე თუ რაღაცა წყალში იყო კიდე დიდი ხანი კი რაღაც რეკორდი მოხსნა თავის შოუზე, ლაივ შოუზე, ას ტყვია აქვს პირით დაჭერილი 7500 მეტრი ბუშტებით და ბევრი რაღაცა აქვს გაკეთებული, რომელიც უკვე აი ტრიუქს და აი ფოკუსს ცდება რა და ამიტომ მე ხო ალბათ არ არის ჩვეულებრივი ფსიქოლოგიის ადამიანი არ არის. არ მგონია ხო რა ვიცი. ანუ ჯო როგანთან აქვს მოყოლილი მე მგონი რომ აი ეს სამ ტრიუქს გააკეთებდა თავი დაიმარხა და თან ეს გამჭვირვალე კუბო იყო და პირდაპირ ეთერში გადიოდა და სახში ნუ კუბოში ეძინა ამისთვის რომ ემზადებოდა რომ და მე რამდენიმე რაღაცა ერთი კვირა თუ რაღაცა აღარ ჭამდა საჭმელს რომ იქ ყოფნა ანუ ამ ერთი ტრიუკისთვის ამდენს რომ
გადიხარ და ემზადები და შენ თავს სამხელა გამოცდებს უწყობ. არ უნდა იყო ალბათ. ხო, საკუთარი თავი გადადებული აქვს რა. ანუ ეგ არის ალბათ ამ სფეროს მიმართ თავდადებული ადამიანია და მაგიტომაც უფასდება რა. დღეს მგონია რომ დღეს ყველაზე მაგარი ეგ არის რა. ხო. კიდე იმას ხელში რო იყრის. ხო, მართლა იყრის. მართლა იყრის. აქაც იყრის რა და აქაც არის რაღაცეთი ადგილი სადაც შეიძლება გაატარო. სადაც ხო გაატარო და ის არ გზობელობა არ გაქვს რა და მართლა იყრის ხო იმას. ხო. ამ ხელა რაღაცა ნიმსი არ ქვია მაგას რა შტირივით რაღაცას იყრის ხელს. თან მაგარ მე კარგი ის მოძებნა სელებრიტებს უკეთებდა ამ ფოკუსებს და ეგ მაგდროს გავარდა მაგრა. მე მახსოვს კრის როკი, დეივ შაპელი და რაღაცები იყვნენ, ეს ბაყაყი რო ამოიღო. მეგონი კანი ვესტი იყო თუ რაღაც დრეიკი თუ რაღაც რეპერი. კანი ვესტთან ბილ სმითის სახშია მისული და მთლიან ოჯახს უკეთებდა. ხო, იქ რაღაც პორტუგალში რო, მაგრამ ეგ პრიმიტიულია მე მგონი, ნუ რაღაც პორტუგალში რო არა ეგ ჰარისონ ფორდს გაუკეთა პორტუგალი. ვილ სმითთან ეს გააკეთა და კიდე ბევრი სხვადასხვა ფოკუსი გააკეთა რა. ხო, ნუ ვინც არის ის ანუ ჩავიციკრიან ბაღაყეს იმაზე, მაგრამ ნუ ეგ იყო ძალიან დიდი შტაბეშლება მოახდინა. ჯერ ელაპარაკებოდა ამ ადამიანებს, ეს უკვე მომზადებული იყო და მუცელში ორი პატარა ბაყაყი ეჯდა უკვე და მუცელი კუჭი ქონდა გამორიცხილი და უცებ ესე საუბარში უთხრა რომ გინდა ბაყაყი ამოიყვანო და როგორ უნდა მოიყვანო ბაყაყი და უცებ ესე შამპანიოს ჭიქაში გადმოვაგდო პატარა ცოცხალი ბაყაყი. დაიწყო ფართხალი და ისტერიკაში ჩავარდა ყველა და ცოტა ხნის მერე მეორესაც გადმოვიდა და მე მეორეც გადმოვიდა და მან კიდე როგორ ასრულებს იცი ანუ ჯერ ცხოველს არჩევინებს რა და მან ხო შეგიძლია რაღაც გააკეთო და ბაყაყს ამბობს და მე ბაყაყი მე ვინა ბაყაყი ესე ელიცი ჩალიჩა რო ეთქვა იმასაც აკეთებს იმას არ მახსოვს ამაზონის ფლობელს რა ქვია ბეზოსი ხო მაგის რაღაც წვეულობაზე იყო და ეგეც გაიჩნდა კიდე სხვა ტიპებთან ერთად და მანდაც აქვს რაღაც ეგეთი ისინი გააკეთება ჭიქას რო ჭამს რა მე ხო ბევრს გავუკეთებია მაგრამ ეგეც ნასწავლი აქვს და ჭიქას ართმევს ჯერ თავი ხშირად სვავს და მე ჭამს რა ცხოვრებაში მინახავს ჭიქა რო უჭამია თან საქართველოს ბევრი აკეთებდა და დათვრებოდა ხოლმე იქ ძალიან ეფექტურია აი ამდენ რაღაცას რო აყოლებ და მე კიდე რაღაცა სასმელს რო ართმევს და შეიძლებაო და ჩემსაც დალოთო და არაო და სასმელი არ მინდაო და ჭიქას ჭამს ხო მე მაგისი მაგათი კარგი პაროდია ნანახი ექნება ალბათ აუცილებლად Incredible Bar to Understand ფილმი ვისი არა ჯიმ კერი და სტივ კერელი რო ჯიბრებიან ერთმანეთს არ გაქვს ნანახი აუ ისეთი საცილო სანახავია მაგაში ჯიბრებიან ანუ მოგეთ სტივ კერელი არის ძველი თაობის ილუზიონისტი და ეს ჯიმ კერი იჩითება ესეთი ბლეინისნაირი ტიპი რომ რაღაცებს იყრის და საიდანაც ვარდება და მოგეთ ამის პოპულარობას დაბრიდა და ამას აღარავინ აღარ უსმენს და მოგეთ ამ ორის კონკურენციაზე არის რა და ძალიან ჯიმ კერის პერსონაჟი არის ძალიან საცილო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მსახიობია და მაშინ კი აი რაღაც ლურსმანს რო იჭედებს ხვიში და ეგეთ რაღაცებს აკეთებს ჯიმ კერი რა და ის არის უბრალოდ კარტების კაცი და რაღაც ილუზიებს თავს და ამოდე დაუტირებს კარიერას და მოგეთ ძალიან საცილო ფილმი არის ჩაუჯდები მაგას აუცილებლად. ამ ჟანრში მე ყველაზე მეტად მომწონს პრესტიჟი და ილუზიონისტი, ესე ქვია რა. პრესტიჟი ნომერ პირველია. და ბოდიში სტივ ბუშემი თამაშობს კიდე, ხო? პრესტიჟი თუ არ აქვს ნახე, ვიმე თუ მოდის და მეკითხება, რომ აი რამე ისეთ ფილმი მითხარ, რომელიც ამ ჟანრში საინტერესოა. ყველა ვარიანტი პრესტიჟს, ჰიუ ჯეკმენი და კრისტიან ბეილი თამაშობენ, აი ისეაც ეგ მე არ მაქვს ნახე და თუ არ გაქვს ნახე, აი ზოგადად იმიტომ კი არა, ფოკუსები ვისაც მოგწონთ უყურეთ კი არა. არ მნიშვნელობა არ აქვს ფოკუსები გაინტერესებთ არ გაინტერესებთ, ფილმები ვისაც გიყვართ, მაგ ფილმს აუცილებლად უყურეთ რა. რომელიც უბრალოდ საილუზიო სფეროზეა, მაგრამ საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა ფოკუსების გამო არ უნდა უყუროთ, მაგას იმიტომ უნდა უყუროთ, რომ შედევრია რა. და ასევე მეორე არის ილუზიონისტი, ესე ქვია, რომელსაც თამაშობს ედვარდ ნორტონი. ხო. და ძალიან მაგარი ფილმია ასევე. აი ეს Now You See Me. და აი არიცი როგორ არის ერთხელ ნახავ გაერთობი რა. ეხლა ყველა მან მეორე აღარ მინახავს ერთი ნახი მარტო პირველი. პირველი გაცილებით უკეთესი. ეხლა მესამეც გამოდის. ანუ მე ვნახავ ეხლა პირველის ნახი მაქვს. პირველი მართლა გაცილებით უკეთესია, მეორე ერთხელ ნახე და აღარც მახსოვს ხა შეგით რა ხდება. მესამეს რა თქმა უნდა ვნახავ რა, ჩემი ინტერესი მაქვს, მაგრამ ეს არ არის ესეთი ფილმი, რომ აი ჩემთვის უთქვამთ, შენი საყვარელი ფილმია, ხო ეგ არ არის ჩემი საყვარელი ფილმი რა. იმიტომ ის ძალიან ის არის რა, ანუ უფრო რაღაცა აი უფრო კომერციული თვალსაზრისით არის გადაღებული ეგ რა და იქ ძალიან დიდი იდეა დევს ერთშიც, მეორეშიც და ძალიან მაგარი ფილმია. ხო, გასაგებია. და თან ამ სფეროს ძალიან მაგრა წარმოაჩენს. კაი, მოტარა შესვენება გავაკეთოთ სპონსორის შეკითხვას, სოკარის შეისვენე და ვის ენერგიით და შენით ისვენებ ხოლმე. მე რითი ვისვენებ? ხო, ალბათ როგორ ისვენებ, სურითი ვისვენებს ვეკითხები და ეხლა დავფიქრდი რომ მეგონი გრამატიკულად არასწორი შეკითხვა არის და შე როგორ ისვენებ?
არ გააჩნია, მე მიყვარს ძალიან კომპიუტერული თამაშები. და გეიმინგი ისე. ოღონდ მიყვარს უფრო აი story line თამაშები რა. Online თამაშებს ძირითადად არ ვთამაშობ. მე ვარ Counter-ის პერიოდის ბავშვი რა. ძალიან ერთი პერიოდი რო 1 და 6 რო იყო შემოსული და მაგას რო თამაშობდი. ხოლმე ძალიან მაგრა ვთამაშობდი და ეხლა რაღაც ბოლო პერიოდში ჩემმა რამდენიმე მეგობრებმა დამაწყებინა ახალი Counter-ის თამაში და მეგობრებთან ერთად უშევარ ისე რომ აი რაღაც დავჯდეთ და რაღაცა ინტერესი მქონდეს არა რა ლანში დავდივართ ხოლმე ზოგჯერ და ერთმანეთს თამაშობთ ხოლმე და ვერთობით ხოლმე რა მაგრამ ისე მიყვარს storyline თამაშები და აი გეიმინგი ძალიან მიყვარს და თუ მაქვს ხოლმე თავისუფალი დრო რაღაცებს თამაშობ და ასევე ჭადრაკი მიყვარს ძალიან და ჭადრაკს თამაშობ ჭადრაკის რავი აპლიკაციები მაქვს და პატარა დრო მაქვს ხოლმე გავხსნი და თამაშობ ხოლმე ჭადრაკს რა ხატვაც მიყვარს მაგრამ დიდი ხანია არ დამიხატავს ჭადრაკი გავს შენ პროფესიას ჭადრაკი გავს ხო რაღაც ჭადრაკი ძალიან ზოგადად მათემატიკაც ძალიან მიყვარს ხატვა მიყვარს ასევე ძალიან მაგრამ ეხლა ძირითადად ჩემ ბავშვებს უფრო უხატავ ხოლმე და მაგაში უფრო გადმომაქვს ხოლმე ეს ნოსტალგია და რავი ძირითადად ისეთი განსაკუთრებული სხვა არაფერი ფილმების ყურებაც მიყვარს ასე თუ ისე რა უფრო საღამოს რაღაცა შეიძლება ფილმსაც უყურო ხოლმე ძალიან კინომანი არ ვარ მაგრამ აი მე რას უყურებ ზოგი ხო არის რომ აი ფილმს უყურებს იმიტომ რომ ფილმის ყურება ევასება და მე აღმოაჩენს რომ აი 10 ფილმს უყურა და 103 ძალიან კაია მე პირიქით ვცდილობ რომ აი 2-3 მოვძებნო და გავიკითხო და ბევრს კითხო აზრი და თუ მეტყვი რომ კი ძალიან კაი ფილმია მე ვჭდები და მე მაგას უყურებ ხოლმე რა აი Incredible Bart Wonderstone აი მაგრა გაერთობ კომედიას თუ გიყვარს კაი კომედია თან ჯიმ კერიზე აი გიჟდები ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფილმია დებილი და მაგაზე ილუზიონისტი ჯიმ So ეგა მოვინიშნავა უცებ. დამბედამბერი ხო კლასიკა არის, ნაჯერამდე მაგ ნახე აღარ აი მაგ ფილმს აი 1000 ჯერ რო უყურო და 1000 მე ერთად რო უყურო, ზუსტად იმაზე მეტად გამეცინება ვიდრე მანამდე რა. ძალიან მაგარი ფილმი. ჯიმ კერის ძალიან ბევრი მაგარი ფილმია, ზოგადად. ძალიან ბევრი მაგარი ფილმი. და სხვათა შორის მაგის ტრუმენის შოუ არ მქონდა ნანახი და დიდი ხანი ვცდილობდი რომ მეყურებინა და ვიცი რომ არ არის კომედიური ჟანრის რა, ძირითადად ხო ეგ მაგ სფეროში. მაინც რაღაცები არის. ხო, ანუ ეხლა რა თქმა უნდა არის ეს ჯიმ კერი, მაგრამ მომეწონა ასევე ტრუმენის შოუც ძალიან მაგარი იყო. კი, მე ანუ მაგის ყველაზე მაგარი როლი ალბათ მაინც ის არის ენდი კაუფმანს თამაშობს ადამიანი მთვარეზე. ადამიანი მთვარე, ეგ არ მაქვს ნახე. დენი დევიდოსთან ერთად რო არის. ო არ მაქვს. მილოშ ფორმანის ფილმი არის, ენდი კაუფმანი იყო ძველი თაობის კომიკოსი იყო. აი დაახლოებით რო შეადრო ეხა ბორატი რაც არის, მაგ ჟანრის იყო რა, აი როვერ გაიგები ან ბორატი რო გამოჩნდა თავიდან ყოველას ალიჯვისაც არ ქონდა ნანახი გეგონა რომ მართლა ესეთი იყო აი ცოტა რეალობასა და კომედია შორის ზღვარი წაშლილია და ვერ გაიგებ როგორი ტიპი არის ეგ იყო ენდი კაუფმანი რა და ძალიან ექსცენტრული ტიპი იყო და მაგის როლს თამაშობს და ძალიან მაგარი როლი არის აი ჯიმ კერის ფილმია 90-იანების ალბათ ო ნუ ძველი ფილმია ჯიმ კერის ყველაზე მაგარი როლი ეგ არის ჩემი ანუ სხვა ადამიანთან ენდი კაუფმანს კიდე ცალკე პერსონაჟი ყავდა ტონი კლიფტონი და ეს თამაშობს ორივეს რა ანუ ენდი კაუფმანი როგორ თამაშობს მე კიდე სხვა პერსონაჟი მოკლედ ანუ აი ხო იმას ხო და საერთოდ მეორე პერსონაჟი შექმნილი რა და წარმოვიდგინე ამან ჯერ ენდი კაუფმანად გადაიქცა და მე თამაშობს ტიპს როგორი თამაშობდა ენდი კაუფმანი ამას და მოკლედ სასწაული პერფორმანსი და მაგ ფილმში რა აი როგორი უმორი ქონდა იცი რომ ესეთი სცენარი ერთ-ერთი რომელი არხი აღარ მახსოვს NBC არის ალბათ დიდ ამერიკულ იმაზე არის მისული პროდიუსერების ხედან და ეს ამას ეგეთი იდეა მოვა რომ მოდიო ის დავადოთ ჩემ შოუსო აი ხარვეზი ტელევიზორი გაფუჭდებოდა ეს კადრები ძველი ტელევიზორი როგორც აკეთებდა რა ხო და ეს ყველა გაკურებული ყავს ეგ რატომ დავადოთ რა და ეგონებათ რომ ტელევიზორი გაუფუჭდათ ხალხს და მივლენ და დარტყმას დავუწყებენ და რაღაცეებიო და მე რომ მაგით ვინ გაერთობა არა ჩვენ ხო გავერთობა სადაც მოიქნება და ანუ აი ესე უყურებდა სამყაროს რა და მოკლედ ეგეთ რაღაცებს აკეთებდა და მაგარი როლია ძალიან. ორა კაი იდეა. ხო, თავისთვის თვითონ ერთობოდა საერთოდ ინტერესებს ყოველს გაიცინებოდა თუ არა. მაგალითად ერთხელ სტენდაპის მაგივრად დიდი გეცბი წაიკითხა თავიდან ბოლომდე გამოვიდა წიგნი წაიკითხა ეს. დიდი გეცბი თუ Moby Dick-ით რომელიღაცის წაიკითხა რა წარმოები და ეგ რაღაცებს შვებოდა. Counter-ი ხსენ ისევ ისეთი მუღამი აქვს ახალი Counter-ის თამაშს? აი ისეთი მუღამი არ აქვს, მაგრამ აი ის არის რა, ნოსტალგიური. მაგრამ მე ზოგადად ანუ ეს იარაღების ფიზიკა და ის ისევ ისეთი არის? არა, ცოტა კი არა განსხვავებული ხარ. კალაშა ისევ ისეთია და ისა, რა ქვია, AWP. მაგრამ ის არის რა, ანუ
ანუ მოდიფიცირებულია, მაგრამ მე მაგალითად 1.6 მე კაუნტერი არ მითამაშე და ის რაღაცა ხელის კუნთების მახსოვრობა და რაღაცა მაინც გადგება. თან ბევრს თამაშობს, აი ძალიან მარტივად გაივლი ადაპტაციას და მალე გაიხსენებ რა, მაგრამ ნუ შუთერიდან განსაკუთრებით ონლაინ შუთერი ხო რეაქციაზე დამოკიდებული. ეხლა მეც მაგას ვხვდები, რომ ისეთი რეაქცია აღარ მაქვს რა, მაგრამ მაინც კარგად თამაშობ. მიაქვს რა. კარგად მიაქვს. შენ თამაშობდი? კი, როგორ არა. კაუნტერს მაგოთ მე თამაშობდი აი რა ეპოქა იცი? ჯერ არ მქონდა ისეთი კაი ინტერნეტი და პინგი მაღალი იყო და ნუ აი ნერვების წვეტა იყო ხოლმე ეგა რომ ნახევარი წამით რო აგვიანებდი შენ და უკვე მختარი რო ვიყავი. ხო არა, ყველა თამაშობდა სხვათა შორის. მანდაც ხო გაყოფილი იყო მაგალითად ვიღაც თამაშობდა კაუნტერს და ვიღაც თამაშობდა Lineage. მე მაგალითად Lineage ძალიან არ მომწონდა რა. Lineage არ მითამაშია. ხო და ეგ რაღაცა ჟანრობრივად იყოფოდა რა ხალხი ვიღაცა არ თამაშობდა, მაგრამ 1.6 მაინც ყველას ნათამაშებია. კი, და ის იყო მე ჩითერები ხო იყვნენ, მე გამოვიდა რაღაც პროგრამები, რომ ის უნდა ჩაგერთო და იმით შესულიყავი და ის ბლოკავდა ჩითერებს, მე გამოვიდო და ჩიტი რომელიც GeoDeluxe-ის სერვერები იყო რა და GeoDeluxe სერვერზე ჩატით ვერ შედიოდი და რაღაცა რა. და GeoDeluxe-ის სერვერზე ერთხელ ბანი დამადეს, მაინც შეთერი ხარო, მაშინ ძალიან მაგრამ თამაშობდი. გამწარი რაღაც 14 კაცი. ანუ რა მეცა ტერორისტში არ ვიყავ, აქეთ ვიყავი და ბომბა დადეს და 14 კაცი იყო დარჩენილი და 14 კაცი მოუკალი ბომბა ავიღე და ბანი დამადეს. მაგრამ ჩეთე არ მქონია მართ. ეხლა მივხვდები რა, ვინც არის კაუნტერი, საერთოდ მივხვდება ამ რიცხვებს, მაგრამ შენ მივხვდები ინფერნო იყო ტური და 1.14-ზე იყავი თუ 1.14-ზე მართლა 1.14-ზე. რითი რა იარაღით იყო? ყველაფერს ვიღებ, ანუ ყველაფერს ვიღებ. იქ თავიდან ავეპეთ დავიწყე, მაგრამ მე გავწ და რაღაცები ავიღებ და ისიც მოვასწარი. აი რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს და ეგრევე ბანი მგლიჩეს. მაგრამ აი კმაყოფილი ვიყავ. ეგეთი ბანი ხარ ხო ის? ეგეთი ბანი ვარ, მახსოვს რა. მე ყველაზე არ მიყვარდა ესე ვქია, ყუმბარასო გადააგდებდი და ბევრი რო დაიწერებოდა რა. 4 მომიკლი ერთი გადაგდები და ეგ სადაც შეგექონდა ხო? დას თუ თამაშობდი, აი დიდზე რა, დიდზე უნდა გესროლა და მანდ ხშირად იყო ხოლმე რომ ვიღაცები გიჟები შემოვარდებოდნენ და ეგ აწევდი იყო. ხო, უნდა მოგეს. თქო თან კიდე ერთხელ კი იყო რომ დაოდებოდი 1-2 ყუმბარა რო გადავარდები, იყო რა ცოტა დაიგაინახებია, ცოტა მე უნდა გესროლა რა. წვიმა რომ მიდიოდა ყუმბარას უნდა გაგეთვალა რომ აი მესამე შენი ყოფილიყო და მე რეკლავდა ხალხს. აი დრო იყო რა. ხო. კაი, შენ პროფესიასო დაუბრუნდეთ. ადამიანებს ძალიან უყვართ აი ამის ყურება მაგიის ამოუცნობის რაღაც მოჯადოებას იწვევს რა მიუხედავად იმისა რომ იციან რომ ატყუებ აი უნდათ რომ ნახონ როგორ მოატყუებ და რაღაცა მაინც არის ეტყობა იქ კიდე რაღაც 1% შანსი დაჯერება იმის რომ მართლა მაგია ხო არ არის ხო და რატო გვაქვს ეს მიდრეკილება ადამიანებს მაგაზე თუ გიფიქრია კი რატომაც არა დაჯერებაზეც საინტერესო ისტორია მაქვს რა ერთხელ მახსოვს მაშინ ვიყავი ახალ ანუ პირველად რო გამოვჩდი ნიჭიერში არ ვიცი მოდი ნახევარფინალის მერე მიმიწვიეს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში რაც ლექცია უნდა ჩამეტარებინა ჩემს რამდენიმე კოლეგასთან ერთად და მე სტუდენტები ესწრებოდნენ ამ ყველაფერს, ну, რა თქმა უნდა, საილუზიო სფეროსთან დაკავშირებით და ბოლოს ას ნომრები უნდა გამეკეთებინა. და ეხლა მან მე ხო ილუზიონისტი ვარ, საილუზიო ხელოვნება, ხო თვითონ გეუბნება, რომ ილუზია უნდა შევქმნა რაღაცის, რომ მე შენ იმ კონკრეტულ მომენტში რაღაცა ძალიან განსხვავებული არა, ადეკვატური არა ამ ქვეყანაში დაგაჯერო. ოღონდ იმ მომენტში, მაგრამ მე ზოგადად ესე ვამბობ რა, რომ ჯადოქარი არ ვარ, რა თქმა უნდა, დღეს განსაკუთრებით რთულია 21 საუკუნეში ვიღაცას დააჯერო, რომ შენ აი ზებუნებრივი ძალები გაქვს რა და მე არც ვარ ეგრე მომართული რომ მინდა ერთი საუკუნით უკან რო ცხოვრობ და შეიძლება ცოტა სხვა ის მქონოდა რა 1-5-6 საუკუნით რო ცხოვრობდე არც დაგიჭერდა უეჭველი დამწოვდნენ რა და ხო და ამიტომ ეხლა პირიქით რა მე ამ ყველაფერს აღვიქვამ როგორც აი ხელოვნების დარგი არის რა და მე ვასრულებ რა როგორც სახეობი გამოდის სცენაზე და ასრულებს სპექტაკლს უყურებ და ემოციებს ვიღებთ რაღაც ფილმს უყურებთ და 700 დუბლია გადაღებული მაგრამ ჩვენ ამისგან ემოციას ვიღებთ გვეშინია ვიცინი ვარ დაძაბული ვარ აქაც იგივეა მე უნდა გამოვიდე ოღონდ მე ლაივში ვასრულებ რა და გაჩვენო რაღაცა ისეთი არა ამქვეყნიური რომელიც შენ იმ წამში შთაბეჭდილებას მოახდენს ემოციას მოგცემს და ეგ ემოცია ჩემი მიზანი და არა რომ მოგატყუო ანუ მე შენ მოტყუება რომ მინდოდეს მაშინ პირიქით ზუსტად მაგ ნარატივს გავუშვებ რომ მე ჯადოქარი ვარ რა და მე მქონია მომენტი რომ იქ ლექციაზე რომ ლაპარაკობ და ეს ყველაფერი ავხსენი მე ერთი სტუდენტმა დამისვა რა იქ კითხვა ზუსტად მე უნდა რომ არაო შენ ეხლა უბრალოდ ეს თავდაბალი ხარო რა
მე ვიცი შენ ზუსტად ვიცი რომ შენ აზრების წაკითხვა შეგიძლია და მეთქი არ შემიძლია ანუ არანაირი აზრების წაკითხვა აქ არ ხდება არაო შენ შეგიძლია რომ ჩემი ფიქრები წაიგითხო და ცოტა უკვე რომ დაიძაბა სიტუაცია მეთქი მეგობრებო რომ რა თქმა უნდა მართალი ხარ შემიძლია რომ ფიქრები წავიკითხო არ არის პრობლემა შენ კარგად იყავი ხო და არიან ეხა ის ალბათ რა ვისაც ან შეერათ თუ ესე უფრო უნდათ რომ შეეროდეს მართლა რა ანუ ეხა ალბათ მიდგომაზია რა მაგრამ საბოლოო ჯამში მიზანი ეგ არის რომ კი არ მოგატყო რაღაცა განსხვავებული განახორითაც მე შენ ემოციას მოგცემ რა აი მე მქონია მაგალითად მომენტები რომ მეგობარი მოუყვანია და უთქვამს ოკეი ხო წევი ამას ანახე რა ფოკუსი და ის ცოტა ისია რა და თუ მე ვხედავ ტიპს არ აქვს იმის მუღამი და სურვილი რომ რაღაცა ვაჩვენ აი ანუ არ ვაჩვენებ იმიტომ კი არა შენ თუ არ გინდა არ გაჩვენებ უბრალოდ ის არ არის ეხა იმ ყველა სხვა შეიძლება რომ მოსწონდეს ფოკუსები რა ანუ არის რაღაცა რაც არ უნდა მაგარი ვიდეო მაჩვენო YouTube-ზე რაც არ უნდა ოქრო და შედევრი დისლაიკი ექნება იმას აუცილებლად ხო ანუ არ არსებობს რომ შენ რაღაცა შექმნე და ვიღაცას არ მოეწონა ბუნებრივი ადამიანები ვართ აქაც ეგრეა რა ანუ ვიღაცა შეიძლება არ მოსწონდეს ფოკუსი და მე თუ ამას ვატყობ რომ არ აქვს იქ დამოკიდებულება და ეგრე მომართული ანუ ისევ მისთვის აზრი არ აქვს რომ გავაკეთო რა ამიტომ სწორ მაყურებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს განსაკუთრებით ჩემ ჟანრში სადაც შენ ერთვები რა ყოფილა მომენტი რომ სპეციალურად აკეთებენ აი რაღაცას გეუბნები რომ მოდი რაღაც ნომერი გავაკეთოთ და რაღაც მოცემულობას გიხსნი და გადადის მოცემულობიდან რა გაძლევ მიმართულებას რომ მოდი ეს კაი გეუბნები რომ ჩაიფიქრე ქვეყანა და ქალაქს იფიქრებ ანუ ხო ხვდები რა ანუ ეს ისე კი რომ გეშლება განზრახ ხო და აი მაგალითად იფიქრებ და მე რაღაცაზე რომ ვიწყებთ უკვე ნომრის შესრულებას შეცვლი და სხვას გააკეთებ და რაღაც გეუბნები რომ აი დაწერე და არ წერე ხო ხვდები აი ეგ მომენტი როცა ხედავ რომ მაყურებელს ეგ მომენტი აქ ასე ის არ არის მომართული იმისთვის რომ ამისგან სიამოვნება მიიღოს ის მომართულია იმისნით რომ მე ჩამჭრას ხო და მაშინ ჩვენ შორის უკვე არ დგება სწორი კომუნიკაცია. ხო ეგეთ მაყურებელთან არსებობს ესეთი ფოკუსები, აი ზუსტად ეგეთ მაყურებელთან რომ მაინც აკეთებ რაღაცა ისეთ რომ მე პირღი არჩევად ხოლმე რა და მაგრამ აი სწორი მაყურებელს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან სასიამოვნოა აქეთ ამ ხარესაც რა რომ შენაკეთებ ნომერს და ის ამისგან იღებს სიამოვნებას და მისი სიამოვნებით მე ვიღებ სიამოვნებას. აი ეგ მომენტი არის ზუსტად რა. ხო, ანუ იგივე პრინციპი მუშაობს როგორც მუსიკის მოსმენა, კინოს ყურება, მაგ სიტყვაში ფიქრობ რომ იგივე მიდან მოდის ხო სფეროდან ხო. ძალიან დიდ პარალელს გავავლენდი. აი ჩვენ საილუზიო შოუზეც რო თქვი, აი სადაც ბილეთებს უყიდდით რა, იქ ხო არ იყიდის ადამიანი ბილეთს და არ მოვა თუ ეს სფერო არ აინტერესებს. არანაირად არ იყიდის რა. 99.9% ვიღაცა თუ რაღაც ექსპერიმენტს არ ატარებს, მოვა ისეთი ადამიანი, ვისაც მართლა აინტერესებს და იმიტომ იყო სასიამოვნო იმ შოუს გაკეთება, რომ ზუსტად იმ ხალხს აჩვენებდი, რომელსაც მართლა ძალიან აინტერესებს რა ეს სფერო და იღებდნენ რაღაცა ძალიან დიდ სიამოვნებას რა. და ეს თემა არის რა, მე შენ ისეთი რაღაც უნდა გაჩვენო, რომ შენ გაგაკვირვო, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხო რაღაც მხრივ ემოციებზე დავდივართ მუსიკას, იმიტომ ვუსმენთ, რომ გაგვახალისოს, ან რაღაცა დაგვამშვიდოს, ან გვაცეკოს და რაღაცა ამისგან ემოციებს ვიღებთ რა. ესეც ეგ არის. რა ფილმს იმიტომ უყურებ, რომ აი ფილმის ყურება მინდა საყვარელ ადამიანთან ერთად მსიამოვნებს, ხო? რაღაცა მძაფ სიუჟეტიანს უყურებ, ან საშინელებაც უყურებ, ან კომედიას უყურებ, რომ ვიხალისო, ზუსტად იგივე განწყობა არა. შენ იმიტომ უნდა უყურო ფოკუს და საილუზიო ნომერს, რომ შენ გაუწდე, როცა გაქვს ამის განწყობა, შეგიძლია უყურო, ეგ მომენტია რა. ხო, ეგ კითხვა განსაკუთრებით გამიჩნდა მაიმუნს რომ მოსუკეთებენ ფოკუს თუ გაქვს ნანახი. რაღაც პრიმიტივს რა ვითომ ხელში უნდა იჭროს და აღარ უჭირავს და ეს ისტერიკაში რო ვარდება რა. რაღაცა ტვინის ეთყობა რაღაცა ფუნქცია არის ეგეთი რაღაცა ბიოლოგიური მექანიზმია რაღაცა რომელიც აი ამაზე ჭედავს ტვინი რა რეაქცია აქვს რომ მოლოდინი აქვს ხო ხა რაღაც უნდა იყოს და ხდება საერთოდ სხვა რაღაცა რა. ხო, აი ზუსტად ეგ არის რომ მე შენ ისეთ რაღაც უნდა განახო, რასაც შენ ვერ წარმოიდგენ რა. შეიძლება მოლოდინი შეგიქმნა, მაგრამ მაინც ვერ წარმოიდგენ რა იმ მომენტში და მე შენ ეს სერიოზულ ემოციას გაძლევს. ხო. ზოგადად გააქვს ეს ინტერესი, რომ აი რაღაცა ნეირო მეცნიერება როგორ მუშაობს, ტვინი როგორ მუშაობს, ამის მიმართულებითაც რაღაცა იქნება მანდაც იყოს რაღაც პასუხები შენი პროფესიისთვის ამ კუთხით არ დავინტერესებულ ვარ ესე არასდროს. აი ფსიქოლოგიასთან მაგალითად უფრო მეტად ქონია თანაკვეთა რა, მაგრამ ეს ფსიქოლოგიური მეთოდებიც ესე არ გამოიყენება საილუზიო სფეროში, რომ აი ფსიქოლოგია თუ იცისო, მაგარი ილუზიონისტი ხარ, მაგრამ სერიოზული ბუსტია, აი
ბევრ რაღაცაში გეხმარება რა, მაგრამ შენ როგორც ილუზიონისტი ფსიქოლოგიურ მეთოდებს ვერ დაეყრდნობი და ნომერს ეგრე ვერ გააკეთებ. იმიტომ რომ ფსიქოლოგია ხო არ არის ზუსტი მეცნიერება, რომ 100-დან 100 აკეთებს რა. აქ არის რაღაც უმრავლესობაზე, რაღაც კონკრეტულ სეგმენტზე რა და მე 100-დან 100 ჯერ კი არა ერთხელაც რო შევწვდივ, იმ მომენტში იმინა გავბანძდები და მე აღარ ვარ მაგარი ილუზიონისტი, რომ შემეშალა რა. ამიტომ არსებობს საილუზიო მეთოდები და ხრიკები, რომელიც მე მაძლევს ზუსტად იმ 100%-იან წარმატების შედეგს და გარანტიას რა. მაგრამ თუ ისინიც, მაშინ უფრო შთამბეჭდავად შეიძლება შეასრულო რაღაც კონკრეტული ფსიქოლოგია შეიძლება რამე ესე გაიხსენო რაღაცა ერთი რაც ისწავლე რომ აი მან დაგამახსოვრდა რომ ეს გაუმადგება აი ამის ცოდნა. ანუ მივხვდი ასაც გულისხმობ მე რას გეუბნებით რომ აი ადამიანზე რაღაც ისეთი გასწავლა ფსიქოლოგიაში ძიებამ რომ ძირითადად მე ვიყენებ ხოლმე ამ ფსიქოლოგიის კომუნიკაციის დროს აი როცა მე ნომერს ვხსნი მაგალითად რა აი მან ძალიან ბევრ რაღაცაში მეხმარება როგორ უნდა ველაპარაკო ყურადღება როგორ უნდა გადავატანინო რატო უნდა ვთქვა ეს ამ დროს ან რატო უნდა გავაკეთო ეს ამ დროს რომ შენ ზუსტად შენი ყურადღება მიაპყრო იმას რაც მე მაწყობს და ამ დროს მოხდეს ფოკუსი რა ასევე ანუ არის ხოლმე რა რაღაცა ფსიქოლოგიური მეთოდები აი მაგალითად აზრების წაკითხვას და მენტალიზმში ხშირად არის ხოლმე ეგეთი რაღაცები აი პირობითად ავიღოთ თუ გეტყვი რომ თუ ვიღაცას ვეტყვით რომ ჩაიფიქრე აი მე რიცხვი 1-დან 50-მდე ოღონდ უნდა იყოს კენტი და ორნიშნა ოღონდ ეს ციფრები ერთმანეთს არ უნდა ემთხვეოდეს აი უმრავლესობა იფიქრებს 35-ს ან 37-ს რა და ეს მაგრამ მე ამაზე ვერ გავაკეთებ რა ფოკუს მე რო წავიდე ხა 10 კაცს რო ვკითხო აი 5-მა რო ესე გააკეთოს და 5-მა რო არ მე არ ვარ ხო მაგარი ილუზიონისტი მაგრამ მე შემიძლია ეს მეთოდი რაღაც კონკრეტულ მონაკვეთში რაღაც კონკრეტულ ფოკუსში YouTube-ისთვის კარგი დააწყობ მაგრამ ხო აი YouTube-ს არის ის ძალიან მეც გაკეთებული მაქვს რა ეგ ფოკუსი ეს რა ქვია 9 დანიანიანგი რა და ძალიან რაღაც ის არის მოქმედება რა გეუბნები რომ ჩაიფიქრე აი მე რიცხვი 1-დან 10-ის ჩათვლით ამას რომ აი მაგალითად ჩაიფიქრე 1-დან 10-ის ჩათვლით რა მე რიცხვი და გამრავლე 9-ზე ცოტა სხვანაირად კეთება მაგრამ უფრო მარტივად რომ მივიდეთ რა ანუ გამრავლე 9-ზე ციფთა ჯამი შეკრიბე თუ მიიღე 41 4+1 5 არის ციფთა ჯამი ხო შენ რა რიცხვიც მიიღე 9-ზე გამრავლებით ციფთა ჯამი გამოთვალე ეხლა ყველაფერი დაივიწყე არაფერი გვაინტერესებს მარტო ციფთა ჯამზე აკეთებ კონცენტრირებას რა ეხლა ამ ციფთა ჯამს სხვამაც შეუძლია მაყურებელმაც შეუძლია რომ გააკეთოს უნდა გამოაკლო 5 გამოვაკელი რაღაც რიცხვი დაგრჩა ეხლა რა რიცხვის დაგრჩა გადათვალე ქართული ამბანი ხო არის a b g d e v z t რომელ ასოძეც მოუწევ შენი რიცხვი ანუ 1 არის a 2 b 3 g 4 d 5 e და ასე შემდგომ მაგ ასოძე ქვეყანა ჩაიფიქრე ოღონდ ისეთ უცბად რა ჩაიფიქრე და მე ავდგეთ რომ ქვეყნის მაგალითად მესამე ასოზე რაიმე ცხოველი მტაცებელი შინაური ქვეწარმავლის მნიშვნელობა აქვს ნებისმიერი ცხოველი ჩაიფიქრე რა და თემა არის ის რომ ხალხი იფიქრებს 9-ს დანიას და ნიანგს რა და ეს არის მთელი მუღამი მაგრამ ეს თუმცა იყო 9 დანია და ნიანგი ხო და მაგრამ მუღამი ის არის რომ დ-ზე სხვა ქვეყნებიც არის რა მაგალითად დიდი ბრიტანეთი შეიძლება ვიღაცამ ჩაიფიქროს რა დომინიკის რესპუბლიკა რომელიც არ გახსენდება რა მაგრამ როცა მე შენ გეუბნები დიდი ბრიტანეთი მაინც გაერთიანებული სამეფოა და როგორც ქვეყანას ეგრე გონება ვერ აღიქვავს დომინიკის რესპუბლიკა კიდე არ გახსენდება თუმცა მე გეუბნები რომ მოდი თან მარტივი ქვეყანა ხო აი გოგითხარი მოდი რაიმე უცბად რამე ქვეყანა ჩაიფიქრე უცბად წკაპ დანიესკენ მიდიხარ ხო დანია და ნიანგი გამოდები ხო და ნ-ზე ნიანგი თან ნახე რას გეუბნები ჩაიფიქრე ნებისმიერი ცხოველი შინაური გარეული ქვეწარმავალი მტაცებელი მნიშვნელობა არ აქვს და ბოლოს მე ვასწავლე ქვეწარმავალი მტაცებელი და შენ ნ-ზე გახსნება ნიანგი მაგრამ ისედაც რომ მითხრა ეხა ნ-ზე რამე ცხოველი ანუ ვერ გაიხსენებ არის ნიბლია ნუტრია რომელიც რამდენმა ადამიანმა იცის ხო ანუ აქედან გამომდინარე მაგრამ ყოფილა მომენტი მაგალითად გქონია რომ ამ ფოკუს ვაკეთებ და ვიღაც მეუნება რომ ჩავიფიქრეო და შანსი არა ვერ გამოიცნობო და მე ხო ანუ ის თუ გეჩალიჩება რომ ეხა მოიცა სპეციალურად ნახე მე და გამოვიცანი და ნახე რატო გამოვიცანი რომ მეუნება შანსი არა ვერ გამოიცნობ თან ისე ნიანგი არ არის ხო და საერთოდ დანიას არ ჩაუფიქრე მე უთხარი დომინიკის რესპუბლიკად მაიმუნი მე და პირი დააყოდი რა და ანუ მან თვითოვე მომცა ხინთი რომ არ ჩაუფიქრებია დანია და ნიანგი რა მაგრამ ეს ხო არ არის 100% სტატიკა შეიძლება ეგრე ვიღაცამ მითხრას მე დანია ნიანგზე შეიძლება ეგრე ვიღაცამ მითხრას რა ხო და ამიტომ მოიცა 9 რატო გამოვიდა ესეც 9-ზე მათემატიკური პრინციპია რომ 9-ზე გამრავლებით ციფთა ჯამს იღებს 9-ს რა ნებისმიერი ციფრი 9-ზე გამრავლებით და არა მარტო ციფრის რაღაც კონკრეტულ რიცხვამდე არის რომ მაგრამ პირდაპირ ეხა მაგალითად ესეც რომ ძალიან დამწვარი არ იყოს მე 9-ზე არ ვამრავლებინებ რა ამიტომ რომ ვიღაცა შეიძლება
თქვას რომ ვიღაცამ შეიძლება იცის რომ 9-ზე გამრავლებით ციფთა ჯამი არის 9. ამიტომ მეუბნები რომ ჩაიფიქრე რიცხვი, გაამრავლე 3-ზე და რომ მიიღებ მე ვფიქრობ მოდი კიდევ ერთხელ გაამრავლე 3-ზე. სინამდვილეში 9-ზე გამრავლებინებ რა. და ამას უკვე ვეღარ აღიქვავ, რომ რატომ მივიღე ციფთა სულ რომ მათემატიკოსმა შეიძლება მივხვდეს, მაგრამ ახლოს მყოფ ადამიანსაც რომ გავუკეთო ვეღარ ხვდება რა. და იმ რაღაცებსაც ვერ იმახსოვს. თან ახლა შენ ჩაფიქრებულ რიცხვს მე არ ვიცნობ. მე ვიცნობ ციფთა ჯამს, მაგრამ რო გეუბნები, რომ ყველაფერი დაიბიწყე და მარტო ციფთა ჯამზე გააკეთე კონცენტრირება და ბოლოს რომ ვიცნობ მე 9-ს დანიას რიცხვს, მე შენ მიდიხარ და ყვები იმას, რომ აი ლაშას რაღაც ფოკუსი გამიკეთა და ჩემი ჩაფიქრებული რიცხვი გამოიცნო, ქვეყანაც და ის, ანუ შენ ეს დეტალები არ გახსოვს. ხო, ანუ რიცხვი არ გამოგიცნო. ხო, არ და რიცხვი მე საერთოდ მე არ ვიცი შენ რა რიცხვი ჩაიფიქრე, მაგრამ ვიცი რომ ციფთა ჯამი 9 არის რა. და მე ხშირად მქონია მომენტი რომ ფოკუსი გამიკეთებია ადამიანთან და მე რაღაც დროის მერე გადავკვეთი ვარ და ისეთი სიგიჟე მოუყოლია რომლის აი ამ მსგავსი არ გამიკეთებია. ოღონდ გულისხმობ აი მეთქი მართლა რა მაგარია ვარ, მაგრამ არ ყოფილა ეგრე რა. იმიტომ რომ ის ემოცია იმდენად განსხვავებული და იმდენად მაგარია რომ შენ იღებ რა, მე ეს სულ შთაბეჭდილების ქვეშ ხარ რა და შეიძლება მე გაცილებთ ახმატებულ ხარისხში მოყვე რაღაც კონკრეტული ნომერი რა. და ესე იგი ადამიანები ცხოვრებაში რამდენი გადაწყვეტილებას ვიღებთ ზუსტად აი ესე ტვინი როგორც აი ეს ხო ახლა მე არანაირი წინასწარი ის არ მქონდა როგორ ვთქვა წინასწარი პირობა ან სურვილი რომ რაღაც ხანერაც შეიძლება პირობა დამიყენე მივყევი ავტომატურად რა და ესე ცხოვრებაში რაღაცები რო ხდება როგორ ავტომატურად პასუხობთ რაღაცებს ვიქცევით რაღაცებზე ისე რომ გონია რომ შეიძლება ჩვენ მოვიფიქრეთ ეს და ამ დროს აი აქაც გვიბიძგა მისკენ. აქაც ეგრეა რომ მე როცა ილუზიონისტი ამ ჟანრში ვამბობ რა, რაც ჩემი ჟანრი არის, მე შენ გაძლევ თავისუფალი არჩევანის ილუზიას რა. სინამდვილეში შენ არ გაქვს არჩევანი, ხა შენ არანაირი არჩევანი არ ქონდა. ყველა ვარი 9-ზე მიხვიდოდი რა, მაგრამ შენ გგონია რომ რადგან ნებისმიერ რიცხვიდან ჩაიფრო 1-დან 10-მდე, ძალიან ბევრს უკითხავს. ეხლა მე ფაქტობრივად ამ ფოკუსს ვხსნი, მაგრამ არ არის პრობლემა რა. ანუ ეს ბევრჯერ რომ გააკეთო, ამ ფოკუსს რომ მე რაც ვდებ ბევრჯერ რომ უყურებ ამ ფოკუსს რა. წესით შენთუნაც უნდა მივხვდი ხა რო ჩაიფიქრე პირველად სიტყვაზე 3-ს და მე 4-ს, მე 5-ს, მე 6-ს და მაინც 9-ს რო იღებ, მივხვდები რომ ანუ ყველა რიცხვით 9-ზე მიდიხარ რა და ნ-ზე სხვა ცხოველს რო ვერ იხსენებ და დ-ზე სხვა ქვეყანას რო ვერ იხსენებ, მივხვდები პრინციპი რა არის რა. და ყოფილა ხოლმე შემთხვევა რომ აი ვიღაცას უთქვამს რომ აუ რატო ჩავიფიქრე ეს 5-იანი რა, ანუ ჩამიფიქრებია 9-იანი ხო და ისე რომ 6-იანი ჩამიფიქრე რა მოხდებოდა. მაგრამ მე ესე პირდაპირ საიდუმლოს არ ვეუბნები რომ რომ ჩაგეფიქრები და მაინც 9-ს მიიღებდი, იმიტომ რომ ის იმ შთაბეჭდილების ქვეშ რო არის ის მას მოსწონს ხო და ამიტომ უნდა დატოვო ეგ ადამიანი და ეგრევე ფარდა არ უნდა ახადო. ამ ფოკუს ამ ზოგადად ამ სფეროში მთელი მუღამ ეს კითხვის ნიშანი. მე თუ ამ კითხვის ნიშანს შენ გაგანდობ ეგრევე ინგრევა რა ის ემოციები ეგრევე გენგრევა. კი შეიძლება მაინც საინტერესო იყოს და ვიღაცებმა თქვან რომ ქონია შემთხვევა რომ პირიქით უთქვამს რომ ამიხსნია ვაუ რა მაგარია, მაგრამ ეს არის ძალიან ერთეულები რა. თურმე რაში ყოფილა საქმე. და ხშირ შემთხვევაში არის ხოლმე უი მაგის გაკეთებას რა უნდა. და სინამდვილეში ეგრე არ არის. პირიქით ძალიან რთულია მაგის გაკეთება. ბევრი რისკია, რომელიც უნდა გათვალო. აი მე უნდა აკვირდე ტიპს რამე შეცდო. მე მქონია მომენტი რომ უყურებ და ტიპს კალკულაცია არასწორად გავუკეთებია, კალკულატორი ამომიღები და ეგრე გამეკეთებინა. ანუ მივხვდარო და მართლა ეგრეც ყოფილა რა. ანუ ბევრ რაღაცას აკვირდები რომ შენ ეს საბოლოო ჯამში ეს გზა რომ იწყებს ფოკუსის გაკეთებას, ბევრ განშტოებაზე მიდის და ერთი არის შედეგი და იქამდე უნდა მიიყვანო რა. და რაღაცებს უნდა დააკვირდე რა. არის ეგეთი ბევრი ფსიქოლოგიური რაღაცები, რასაც სულ ვერ გამოიყებ, მაგრამ აი მიგრძნია რომ აი მომენტში უნდა გააკეთო რა. აი წითელზეც, ვარდზეც, ვაშლზეც რო რაღაცა კითხვებს უსვავ და მე რო ეუბნები რამე ხელი მითხარი ვაშლს გეუნება, ფერს წითელს გეუნება და ყვავილს ვარდს რა. და ამ ყველაფერს იმიტომ ამბობ რომ ვაშლს რო გეუნები, ვაშლი პირველი ხო წითელი წარმოგიდგენია, მე ფერს ეუნები, ფერს წითელს გეუნება და ყვავილზე წითელი პირდაპირ ვარდზე მიდიხარ რა. და ესეთი დეტალები არის რა, რომელიც არ არის მეცნიერულად 100-დან 100 სწორი, მაგრამ სიტუაციურად არჩევ შენ გიღირს თუ არა ამის გაკეთება მაგ კონკრეტულ მომენტში რა. ხო. რაღაც მაცივარზე და რაღაცაზე იყო ხოლმე ადრე. მაცივარზე არის რა, იცი, ანუ რაღაცებს გეკითხები რა ხარ ძეთ რაღაცები თეთრი უნდა მიპასუხო რა, მაგალითად აი სახში მაცივარი გაქვს. კი, რა ფერია? თეთრი ძროხა რას ვავს და რძეს ხომ ეგრევე. სინამდვილეში წყალს ვავს.
ხო, ეგ ძალიან ჩვეულებრივი მომენტია, რა, ეგრევე გონებია რომ ძეს და თავ ვერც ხვდებიან, რომ რა აი კიდე არის ეს მომენტი, რომ რა გითხარი ისეთი. რამდენი თითია? რამდენი თითია? 10 ხელზე რამდენი იქნება? 10 ხელზე ხო 100 მოდის ავტომატურად, მაგრამ 50-ია, ხო. და ესეც რომ ეს ვიცოდია მაგიტა. ხო, მაგრამ 100, ანუ რომ ვიღაცა ხა ვინც გვიყურებს, არ ვიცი ხა ვის ქვეცნობაში დიდი ალბათობით 100 იქნებოდა, იმიტომ რომ ავტომატურად ტვინს აძლევ 4 მონაცემს რა. რამდენი თითია? ეუნები 10 და სიამში მე შეხო 2 ხელს გაჩვენებ. მე შენ არ გეკითხებ ჯაფარო, 2 ხელზე რამდენი თითია? მე უბრალოდ გიგებ რამდენი თითია. და შენთვის ეს არის ერთი მონაცემი. ნუ გეუბნები რომ 10 ხელზე რამდენი იქნება. თან ეს ჟესტი ცოტა გამრავლების ქვეცნობიათ, გამრავლების ჟესტია და შენ 10 ამრავლებ 10-ზე და ავტომატურად გენერირდება 100. მაგრამ ყველამ ვიცით რომ 10 ხელზე 50, მაგრამ ამ დროს შენ ათქმევინებ ტიპს 100 რა. ხო. ეგ მომენტია. ხო, თავისუფლება არსებობს? კი, როგორ არ არსებობს, ხო, თავისუფლება არსებობს, მაგრამ რაღაც მომენტში ეს შენი თქმის არ იყოს, კი, რაღაცას ინსტინქტურად ვაკეთებთ ხოლმე რა და აი ეს სფერო სულ ამ პატარა დეტალებზე არის აგებული, ჟანრს გულისხმობ, თორე რა, სხვა ჟანრში შეიძლება მსგავსი არაფერი არ შეგხვდეს რა, იქ მაგალითად ჩვენ ადრე ვილაპარაკეთ манипуляციაზე, რომ ხელიდან რაღაცას აქრობ აჩენს, იქ მარტო ხელის ტექნიკა არის და აი მთელი ცხოვრება შეიძლება რაღაც ერთ ნომერს შეეწიროს ილუზიონისტი და რაღაც 10 წუთიან ნომერს აწყობდეს ამ ხელის ტექნიკის დამუშავებით. აქ ცოტა სხვა რაღაცა ინტერაქციული ნომრებია, გონებრივი ფსიქოლოგიური მეთოდები და ეს რაღაცები თუ ვიცი, ბევრ რაღაცაში გეხმარება, რომ უფრო შთამბეჭდავად წარმოადგინო. მაგრამ ბევრს გონია, რომ აი მარტო ესენია, ანუ ძირითადად მართლა ეს. სინამდვილეში ესე არ არის რა. ხო, და ნუ აი წარმოიდგინე, ხა ყოველ დღე რამდენი გადაწყვეტილებას ვიღებ 100. მარკეტში შედიხარ, რომელი პროდუქტი აიღო თაროდან, რომელ პარტიას მიცეხმა, რომელი სიყიდო რა ქვია, აი ყველაფერი, ანუ ამ ჩვენ გადაწყვეტილებებში ძალიან დიდი წილი არის ზუსტად აი ჩვენი ფსიქოლოგიის აი თვისებების რა, რომლებიც რაღაც გვაფიქრებინებს და მე გონია რომ ჩვენ თვითონ მივედით იმ იდეამდე და გავლენა არის ძალიან დიდი. მიგიყვანა რა. გავლენა არის კი საკმაოდ დიდი არის, რომ შე რაღაც გადაწყვეტილებას იღებ და სინამდვილეში უკან იმხელა პროცესებია, რაც საბოლოო ჯამში. მაგრამ შენ ვერ იაზრებ ამ ყველაფერს რა. ხო. ადამიანებზე თუ შეგეცვალა წარმოდგენა ან რა რაღაცა დამოკიდებულება რაც ამ პროფესიას უფრო და უფრო ჩაუღრმავდებს ფსიქოლოგიაც ისწავლე ან ურთიერთობა თუ გამოგდის ხვანაერად რამ შეიცვალა კომუნიკაციის მხრივ კი ძალიან ანუ გეხმარება ბევრ რაღაცაში იმაში კი რომ ვიღაც მოატყუო ან რაღაც დააჭირო მაგრამ ძალიან კარგი საშუალებაა საკომუნიკაციოდ ხო ეს დეტალები რა თქმა უნდა ისედაც ანუ აი საუბრის დროს რა მაგალითად მე რაღაც დეტალებს უკვირდები და ვხვდები როცა ადამიანი იტყუება რა სულ ვერ ხვდები ხა ეგეთი მაგარიც არ ვარა მაგრამ უფრო მეტად მეხმარება რომ გამოვიცნო ადამიანი არის თუ არა გულწრფელი იმიტომ რომ რაღაც მომენტები არის როცა ვიცი რომ აი ამ დროს როცა შენ ამას აკეთებ ეს ტყუილზე მიუთითებს რა მეც მუშაობ ჩემ თავზე რომ მე როცა გამოვდივარ სცენაზე მაქსიმალურად დამაჯერებელი როგორ უნდა ვიყო რას უნდა მივაქციო ყურადღებას ემოციურად როგორ უნდა ვაკონტროლო ჩემი თავი და ასე შემდგომ რა აი მაფიაშიც რომ მაგათ რომ თამაშობთ ხოლმე მაფიის YouTube პროექტი ალბათ გაგიგია მანდ ხო ანუ მაფია ეგ თამაშია ვერ დავამოღა მე მომიწვიეს მეც მაფიაში და აქედან კიდევ ერთხელ ბოდიში და უარი უთხარი და ვერ მივედი მაგრამ შემდეგ თუ მომიწვევენ უარი არ უთხრენ და ძალიან მაგარი თამაში აი თუ ითამაშებ ჩვენ ყოლია ბევრი სტუმარი რომ უთქვამთ რომ ვარ მინდა მე მოსულა და აუ როდის მომიწევთ კიდე რა იმიტომ რომ ძალიან მაგარი თამაშია რა დედუქციური ტიპის ძალიან საინტერესო თამაშია სადაც შენი პოზიციის დამტკიცება გიწევს სხვა არაფერი არ არის რა ის კი არა რომ ვიღაცას გონია რომ აუ მაფიოზი თუ ამოვიდა ვერ მოვიტყუები ან როგორ უნდა გამოვიცნო ხა ეს მაფიოზი არის სინამდვილეში შენ თამაშობ ერთი ინდივიდუალად ადამიანი რომელიც შენ პოზიციას ამტკიცებ თუ ხარ პატიოსად მოქალაქე ამ შემთხვევაში წითელი კარტს ვეძახით შენ გიწევს შენ პოზიციის დამტკიცება თუ ხარ შენ შავი კარტი ანუ მაფიოზი შენ გიწევს რომ შექმნა ისეთი ვერსია რასაც სხვები დაიჯერებენ რა და ძალიან საინტერესო თამაშია რა აქაც ხა მაგალითად აი რაღაცებში მეხმარება რა უფრო მეტად ვარ ვამბობ რომ ყველას შეიძლება რომ გამოვიცნო ესე რაღაცა, მაგრამ რაღაცებში ყოფილა მომენტი რომ შეიმჩნევია, აი პატარა რაღაცა დეტალში შეიმჩნევია რომ ეს ადამიანი ამ მომენტში გულწრფელი არ არის და იტყუება რა. მე მაგაზე რაღაც ლოგიკა ანუ ამიგია და არგუმენტირებულად მისაუბრე და მივხვდა რომ თურმე პატიოსად მოქალაქე არა, ცუდი კარტია რა. ხო. ამიტომ რაღაცებში გეხმარება კომუნიკაციის მხრივ. აი ბევრი ისეთი ადამიანი შემხვედრია, ვისაც უთქვამს, რომ მე შენს ვიდეოებს უყურებ, განსაკუთრებით უფრო ადრეულ პერიოდში, სადაც ფოკუსებს ვხსნიდი და ვასწავლიდი. და უთქვამთ, რომ ძალიან დამეხმარა
უცხო გარემოში ადამიანთან კომუნიკაციის დროს. და ეს რატო ხდება ასე, რომ მე თუ მოვხდები უცხო გარემოში და მაგალითად ფოკუსს გავაკეთებ რა, შენ ავტომატურად საინტერესო ტიპი იჩდები იქ, ყველას აინტერესებს რაღაცა გაოცების მომენტია, კითხვები აქვს, მოდიან შენ რაღაცებს გეკითხებიან, ეს როგორ ხდება, ის როგორ ხდება, შეგიძლია კიდევ რომ მაჩვენო და რაღაცა ახტაცება აქვს და შენს მიმართ მეტი ინტერესი აქვს. ყინული ტყდება ასე. ყინული ტყდება, ძალიან კარგად ტყდება, ღვება და მე უკვე კომუნიკაცია. მე ჩემ თავზეც გამომიცდია, რომ მეც იგივე სიტუაციაში ყოფილვარ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად კომუნიკაბელური ადამიანი ვარ და მე ეგ მომენტები ნაკლებად მიჭირს, მიუხედავად იმისა, მაინც ბევრ რაღაცაში დამხმარებია რა, უცხო გარემოში განსაკუთრებით რა. ნუ ეხლა სადაც მივდივარ კი ყველა მაგას მომდივარ ფოკუს ვარ მაჩვენებ, მაგრამ სანამ ხალხი ცოტა უფრო ფართო აუდიტორია გამისვენ და მანამდე მე მქონია მომენტები რომ უცხო გარემოში ფოკუსები რომ გამიკეთები, აი მე მთელი დღე შენ წრეზე ხალხი ყავს და რაღაცებს გეკითხებიან რა. აი თითქოს უფრო რაღაც იმ მომენტს დაძაბულობის მომენტს ხსნი და ეგრევე რაღაც ახლო ტიპები იჭდები, იმიტომ რომ ძალიან ისეთი კითხვები აქვს და რაღაცას თუ ეუბნები და მათთვის საინტერესოს და ახალს თუ ეუბნები, მე კიდევ უფრო მეტად უფრო გიახლოვდება რა ეს ადამიანი. ჰიპნოზი გიცდია? თუ დაინტერესებული. მე ჰიპნოზი ზოგადად არ მჯერა. ოღონდ მე არ მჯერა ჰიპნოზის რა მხრივ ამოფიცე, აი ჰიპნოზის საილუზიო, იმ ჰიპნოზის არ მჯერა, რომ ეხლა შენ დაიძინებ, გაიღვიძებ და თავი გეგონება, არ ვიცი რაც მაიმუნი და ტიპი რო დახტის რა, მაგის არ მჯერა. მაგრამ საილუზიო სფეროში ჰიპნოზი არსებობს. ისევე არსებობს, როგორც არსებობს მაგალითად აზრების კითხვა, რაღაცა მომავლის განსაზღვრა და ასე, მაგრამ ეს ხო რეალური არ არის. მე იმ მომენტში ვაკეთებ ისეთ რაღაცას, რითაც შენ გაჯერებ, რომ მე მართლა შემიძლია აზრების კითხვა. თუნდაც ის მაგალითად პრიმიტიული მაგალითი, რაც წერან გავაკეთეთ 9 დანია ნიანგი, ხო? ელემენტარული მაგალითია, მაგრამ არსებობს კიდევ უფრო მეტად სერიოზული მასშტაბური ნომრები, სადაც მე ასე აზრებს ვკითხულობ, სადაც შენ საერთოდ კითხვებს, ანუ იმდენ კითხვას გიტოვებ, რომ მართლა გჯერა რა ამ ყველაფრის და აი ზუსტად კითხულობ, ანუ მათქმევინებ. ხო, აი რაღაც გადაწყვეტილება მიმყავ ხარ, ან აკეთებ არჩევანს და მე ზუსტად ვიცნობ შენ რა არჩევანი გააკეთე. მაგრამ სინამდვილეში ეს რეალობა არ არის, ხო? აქ არსებობს ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური თუ საილუზიო მეთოდები, რომლის დახმარებითაც მე ამას ვაკეთებ და არა მართლა აზრებს კითხულობ. იგივე არის ჰიპნოზიც. მე ვაკეთებ საილუზიო სფეროში ჰიპნოზს ისე რომ შენ გაჩვენებ რომ თქოს ჰიპნოზია, მაგრამ სინამდვილეში ჰიპნოზი არ არის. ანუ ადამიანი ჰიპნოზში არ არის რა. მაგრამ გვერდიდან მაყურებელი რო უყურებს, აგის იმ მომენტში სჯერა. და აი ესე რეალობაში ჰიპნოზი არსებობს, აი ჩემ თავზე არ გამომისწია და ჩემი აზრით არ არსებობს. რამე ისეთი ფოკუსი ნომერი არის, რომელიც გინდა რომ შეასრულოს რაღაც? რაღაცა განსაკუთრებული ეგეთი ერთი აი დევიდ ბრეინებით არ ვიცი. წყალში გაჩერდნენ ახალი საათი თუ არ ვიცი რაც ეგეთი. ხო, არა, ეგეთი კონკრეტული რაღაცა არ არის, რომ აი ეს ფოკუსი მინდა რომ გავაკეთო, იმიტომ რომ დღეს ნუ არის რა. რეალურად შესაძლებელია, ხელმისაწვდომია და თუ რაღაცის გაკეთება გინდა, თუ მოინდომებ, გააკეთებ. მაგრამ აი არსებობს ერთი ფოკუსი, card at any number ესე ქვია რა და ეს ფოკუსი არის როგორ სრულდება, იცი, კარტით სრულდება, რომელსაც დასტავს ვდებ მე. აი უჩიდებს რა დასტა და გეუნები რომ დაასახელე ნებისმიერი კარტი, ასახელებ კარტს და მე გეუნები რომ დაასახელე ნებისმიერი რიცხვი 1-დან 52-ის ჩათვლით და ასახელებ რიცხვს. მაგრამ ამ დასტას შენ თვითონ გახსნი, გადათვლი და ზუსტად იმ რიცხვზე შენს მიერ დასახელებული კარტია. და ეს არის ძალიან კლასიკური ტიპის ფოკუსი, რომელიც შესრულებაც ძალიან ბევრი ვარიანტი არსებობს რა, შესრულების ბევრი ვარიანტი არსებობს, მაგრამ არა ისეთი, როგორც მე შენ ახლა მოგიყევი რა. რაღაც პატარა მანიპულაცია უნდა გააკეთო, რაღაც პატარა მაქინაცია უნდა გააკეთო, რომ მაგ შედეგამდე მიიყვანო. და იყო ესეთი ილუზიონისტი ბერგლარის ეფექტი ქვია ამას რა. ეს ტიპი აკეთებდა ზუსტად ამ მეთოდით რა, რომ ესე გეტყოდა დაასახელე კარტი. გვარი არის მისი თუ ბერგლარის სამძარცველი? კი, არა, გვარი არის. სახელი არ მახსოვს. დევიდი ხო არ ერქვა, შეიძლება. დარწმუნებით ვერ ვიტყვი რა. ბერგლარის ეფექტი ქვია რა. და ესე ასრულებდა, როგორც წეგან მოუყევი რა. მაგრამ მაგის შესახებ ძალიან ბევრი მასალა ვეცადე რომ მომეძიებია, წიგნებიც არსებობს, ონლაინ რაღაცა PDF ფაილები წავიკითხე და არსად არ არის კონკრეტულად ახსნილი. მაგრამ ყველაზე მიახლოებული რაც ვნახე, ეს ტიპი რაღაც კონკრეტულ მომენტში აკეთებდა ამას. ეს რომ მისულიყავი და გეთქვა, აი ეს ფოკუსი გამეკეთე, ესე არ გააკეთებდა. ან ვერ გააკეთებდა, ან არ გააკეთებდა. მაგრამ
რამდენიმე ჯერ აქვს გაკეთებული ვიდეო მასალაც არსებობს ზუსტად ამ ფორმით. და აი მაგ ფოკუსს თუ რაიმე ახსნა აქვს, რომ ზუსტად ესე კეთდება და ჩემი ეს არ აქვს. მაგ შემთხვევაში სიამოვნებით ვისწავლი და გავაკეთებ. მაგრამ მგონია რომ არ აქვს. პროსტა ტიპმა იცის რაღაც მომენტში როცა უნდა რომ გააკეთოს, რაც არ უნდა გიჟურად მოეჩვენოს ადამიანს, მეც მქონია ეგ მომენტი. ჩემთან პოკერის თამაში იცი? კი. იმისი რა, ტახასურის მარტო. ხო, აი მე მქონია ეგეთი და მეორეც პრინციპში უნდა გამოცვალო. სამეგრელო წრეში ვთამაშობდი პოკერს. ეს ისტორია მაქვს მოყოლი, სამეგრელო წრეში ვთამაშობდი პოკერს და ერთი ადამიანი მეუნება, რომ მე არ მარიგებინებდნენ რა კარტს რა და თუ შეგიძლია ისეთი ფოკუსი გააკეთო, რომ აი ახლა მე ხო ჩეხავდა რომ ვარიგებო და ახლა რომ ჩააწყო და უთხარი რომ კი მეთქი, ანუ შენ ახლა რომ აჩეხავდა რომ დაარიგებ, შენ ვალეტ დამას დაიდებ მეთქი რა. და 5 თუ 4 კაცი ვთამაშობდით, დაარიგა თავის ორი კარტი და მე თან მეუბნები რომ მეთქი ახლა სამ კარტს გახსნი თუ შენ ფიქრობ რომ თუ ამ მოატრებდა ვალეტ დამა მართლა იქნება თუ არ იქნება ერთი კარტი მაინც განსხვავებული მე ვალეტ დამა მაგიდაზე არა შენ თვითონაც დაირიგა ხო შენ რო აჩეხო დაარიგო ეხლა მაგალითად 4 კაცო თუ 5 კაცო დაგვირიგო და შენ კარტს ხო ირიგებ შენ და გეუბნები რომ ვალეტ დამა აქვს და თუ არ გექნება ერთი კარტი მაინც თუ შეცდომა მე თლიან ჩემ ჩიპებს მოგცემ შენ თუ არა შენ ჩიპების ნახევარი მომეცი და რა თქმა უნდა ხელი ჩამომართვა რა და იმ ადამიანმა თავის ჩიპების ნახევარი მომცამე აი რაც არ უნდა უცნაური იყოს რაც არ უნდა დაუჯერებელი იყოს, მე მაგ მომენტში მე ვიცოდი რომ ის ვალეტ დამას დაიდებდა. აი რაღაც მომენტები არის, როცა აი წინათ გზნობა გაქვს ისეთი, რომ აი ეხლა ეს ფოკუსი უნდა გავაკეთო რა, იმიტომ რომ ძალიან კარგი დრო არის მაგისთვის. და ეს ხშირად არ ხდება, მაგრამ თუ მომხდარა ძალიან მაგარი ეფექტი გქონია რა. აი თუ მიგრძნია ვრისკავ ხოლმე. და არ მახსენდება მომენტი რომ ჩავფლავებულიყავი რა. ვაუ. აი ეგ რამოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს. გამოგიმუშავდა ეგ ინტუიცია. არ ვიცი ხო, ძალიან ცუდი ინტუიცია მაქვს. რეალურად მაქვს ძალიან ცუდი ინტუიცია. აი ფეხბურთს რო თამაშობთ ხოლმე FIFA-ს გულისხმობ რა, პენელების და არ მიყვარს პენელების დარტყმა. ვერასდროს ვერ ვიგებ რა. ვერ იცნობ იმას ხო? ხო, ანუ აი ვერასდროს ვერ ვიგებ რა, არ მიყვარს ხოლმე რა, მოკლედ რა, ეს პენელების და ინტუიცია ხა ძალიან ცუდი არ მაქვს, ხა ცოტა გადაჭერბებული მაქვს, მაგრამ ეგეთი დონეზე არ მაქვს, როგორი ისტორიაც ხა მიმოყავი, ნამდვილად არ მაქვს რა, მაგრამ რაღაც მომენტი ყოფილა, რომ აი ესეთი რაღაცა დამთხვეულა რა. მაგრამ ზოგადად დამთხევების არ მჯერა. ვაუ. რატო არ გჯერა? აი მე მგონია რომ თუ რაღაცა ხდება, ყველაფერს თავისი ახსნა აქვს და რაღაცის გამო ხდება რა, მაგიტომ არ მჯერა დამთხევების. კარგია თუ ცუდია, მნიშვნელობა არ აქვს. თუ კარგი ხდება, ესე იგი შენ დაიმსახურე და მაგიტომ მოხდა და არა უბრალოდ დაიმთხვა, თუ ცუდი ხდება, მაგით შენ უნდა მაგალითია და შენ გამოცდილება უნდა მიიღო, რომ სხვა უკეთეს შემთხვევაში უკეთესად მოიქცე რა, დამთხევების არ მჯერა. დღეს რამე ტენდენციები აი უახლესად მოდა არსებობს აი შენ პროფესიაში შემოდის ხოლმე ესე რომ რაღაცა აი ესეთი ნომრებია მოდაში და ისეთიან რამე ეგეთ ტენდენციები არის? ხო, აი ტენდენციებს რაც შეეხება ეს ჟანრი ხასაც მე ვარ ძალიან პოპულარული გახდა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით. იმიტომ რომ მაყურებელი კიდევ უფრო მაღალ ლეველზე ავიდა თვითონაც მონაწილე ხდება რა. და ცოტა უფრო გადადის ტრენდიდან აი კლასიკური ტიპის ნომრები. აი რაღაც თუნდაც მაგალითად ეხა ქუდიდან კურდღლის ამოყვანა ეს აი იცი რატო გადადის? იმიტომ რომ ეგ ყველას ნანახი აქვს რა. ლაივში თუ არა სადღაცას ვიდეოში აი სადღა ყველას ნანახი აქვს უკვე და რაღაცა ახალი სიახლე სჭირდება. ამ სფეროშიც ეგრეა. ეს სფერო არ არის ისეთი სფერო რომელიც აი სოწარსულს ჩაბარდა პირიქით ყოველ დღე გამოდის ახალი ფოკუსები ყოველ დღე მით უმეტეს ეს თანამედროვე ტექნოლოგიის ფარგლებში იმდენად მაგარ რაღაცებს აკეთებენ უკვე რა რომ მართლა ვერ განასხვავებ ფოკუსი რა არის და რა არ არის რა და ეს მოდერნ ტიპის ნომრებად იქცა ეს ჟანრი რომ სადაც მაყურებელიც ერთვება მონაწილეობას იღებს და უფრო მეტად ემოციურს ხდის და მგონია რომ ცოტა ტენდენცია აქეთკენ მიდის მაგრამ ნუ
ვერ დაუკარგავ თავის ხიბლს სხვა ჟანრებსაც რა. ყველას თავისი ხიბლი აქვს რა. მაგრამ ჩემ შემთხვევაში ეს ძალიან ვატყობ, რომ ეს ნომრები უფრო მეტად მოსწონს აუდიტორიას, აი ყოფილა შემთხვევა დაურეკია თუ თქვამთ, რომ რაღაცას აი ილუზიო შოუს დაკვეთასთან და ასე შემდეგ და უთქვამთ, რომ აი იცი აი ჩვენ ისეთ ნომრები არ გვინდა. აი რაღაცა თქვენი ნომერი ვნახეთ და ეგეთი ინტერაქციული ნომრები იქნება და კი, ვეუბნები, რომ ესეთი ინტერაქციული ნომრები იქნება ზუსტად რა და ხალხისგანაც მოდის ეს დამოკიდებულება. და ისეაც თუ დავაკვირდებით ბევრი ასრულებს რა უკვე ეს რაღაცას და მეტი ემოცია აქვს რა მაყურებელს. რამდენია დღეს საქართველოში მოქმედი შენსავით ვისთვისაც ეს პროფესია არის? აი 10-ზე მეტი იქნება? არ არსებობს. არ არსებული. რამდენი 10 შეიძლება ვერ ჩამოთვალო. ხო. ცოტანი ვართ რა, ვისაც აი პროფესიის სახით გვაქვს ეს საქმე, ძალიან ცოტანი. ისედაც უცხოხილია ზოგადად. ხო. მაგრამ საზღვარგარეთ არის ძალიან განვითარებული. იქ არის აი, არ ვიცი, ამერიკაში საერთოდ პირველია, ნომერ პირველი არის რა. ჩვეულებრივი ხელოვნების დონეზე ყავთ აყვანელი და საქართველოში მე ვიტყოდი, რომ ჯერ არ არის რა თქმა უნდა ეგრე, მაგრამ ვატყობ, რომ დღითი დღე უფრო და უფრო მეტად იზრდება ინტერესიც დამოკიდებულებას, რადგან ჩვენ ცოტა ხნის უკან საუბრობდით, სწორი დამოკიდებულება აქვს, აი ეს აღარაა რა, ეხა მოდი აბა რაღაც უნდა მომატყუოს და მე თან სულ ყოველთვის ამაზე აქცენტს ვაკეთებ რა და მე ვცდილობ რომ აუხსნა ხოლმე რომ იმ ადამიანმა თუ მე რატო ვაკეთებ ფოკუსს რომ შენ მაქსიმალურად მეტი სიამოვნება მიიღო და ეს კომუნიკაციაც მაგიტომ მაქვს ხოლმე რომ თვითონ იმან განიცადოს რა ის სწორი ემოცია მიიღოს და არა ის რომ მე შემე უნდა მოგატყო და ესენიც იცვლება ახლა აი ამ ნიჭიერის მერე და ასე შემდგომ YouTube-მაც რაღაცა მეც ვთვლი რომ რაღაცებს ვაკეთებ პატარ-პატარა ნაბიჯებს გავარო ცოტა უფრო მეტმა ადამიანმა ნახოს და ასე შემდგომ უფრო მეტად ვითარდება საილუზიო შოუ რომელიც დავიწყეთ ნახეთ და თბილისსაც გაცდა და გავაკეთეთ ამ ყველაფერმა რაღაც შედეგი გამოიღო რა ადრე რომ მეუნებოდნენ რომ შენ ჟიურისთან შეთანხმებული ხარ და ის ჩაწყობილია და თან ჩემი ნომერი ეგეთია მე კი რაღაც ვაქრობ და ვაჩვენ ჩემი ხო ინტერაქციულია და ჟიური თუ ასახელებს რაღაც ქალაქს და მე ის დაფაზე წინასწარ წერია ყველა ძირითადად რომ მეუნებოდი რომ ეს ჩაწყობილია ხო ეხლა ეს მომენტი აღარა აქვს იმიტომ იმდენი რაღაცა მაქვს გაკეთებული რომ ყველასთან შეთანხმებული აღარავა რა მე მაქვს ინტერაქციული ნომრები მაყურებელთანაც და რომელსაც ბევრი ნახვა აქვს ნახულობენ და შენ თავზე რომ გამოცდი უკვე ეს კითხვები ნაკლებად გაქვს რა და აი მოსულა ტიპი რომელსაც უთქვამს რომ აი არ მჯერა რა სულ გონია რომ რაღაცას და მე ფოკუსი რომ გამიკეთებია იმინა ისა ქვია გაუნათ და გონება რა და უკვე ფერადი სათვალე გავუკეთე და მიხვდა რომ თურმე ეს მართლა არსებობს რა და ნელ-ნელა უკვე ვითარდება მაგ მხრივაც. აი წინა თაობა ვინც ვიცით ქართველები მანამდე კიდე იყო თაობაში ეს ქართველი ვინმე არსებობდა? მე ვიცი ანუ ჩემ წინა თაობის იყო ვადაჭორია და ზურაბ ვადაჭორია და გია თაობას ვიძახე ხო მაგის უკან არ მახსენდება ვინმე თუ მაყურებელმა იცის კომენტარებში დაგვიწერო სახელი და გვარი მე არ მახსენდება იმიტომ რომ რავი ხა ისედაც ესპერო საიდან უნდა ისწავლო ხო ანუ ესე დაჯდე და შენით რა ყველაფერი მოიფიქრო შანსია თუ რაღაცას იფიქრებ შენ ამის რაღაც ბაზა უნდა გქონდეს ხო რაღაცა უნდა იცოდე რაღაცა უნდა გქონდეს რის დაყრდნობითაც ახალ შექმნი და ეს სფერო ეხლა ვადაჭკორიას დროს და ფარადაშურის დროს მე ძალიან დიდ პატივს ვცემა ამ ხალხს იმიტომ რომ მაშინ არ იყო ხო ესეთი ხელმისაწვდომი ხა დღეს ასე ჩაწერდა რომ ამოვაგდებს ეგრე არ იყო მაშინ იყო ძირითადად რაღაცა კლას გარეშე წიგნები რაღაცა იქ ვერც გამოწერდი ქართული წიგნი ხო არ არსებობს და ეხლა დღეს რო შეგიძლიათ თუნდაც კლას გარეშე ხო დაუცნაურია საიდან ხო რაღაცა ილუსტრაციები რაღაცები არსებობს რომ იქნება ისწავლეთ თვითონვე დაამუშავეს და იმის უკან კიდე ალბათ კიდე უფრო რთული იყო. ნუ ალბათ რაღაც პრიმიტიულ დონეზე შეიძლება ყოფილიყო, რაღაც ფოკუსები რო გაეკეთებინა. მაგრამ ნუ ეს პროფესიით ილუზიონისტია. ხო, ცოტა მე ვერ ვიხსენებ რა, თუ ვინმე არის ბოდიში თუ ვერ ვიხსენებ. ისეთი რამე იყო ნომერი, ვაი, ძალიან არ გამოგივიდა და ყველა მიხვდა აუდიტორის წინაშე რო კეთებდა. ძალიან არ გამოგივიდა, ყველა მიხვდა. ესეთ ფეილი. მაგდროს რაღაც გამოძრომის გზებიც გაგხომი ალბათ ხო თუ ამან არის მუშაობა მე ეს გააკეთე და თუ ამან არის მუშაობა ესე გააკ აი იცი როგორ აი თუ თვითონ ფოკუსი ზოგი არის რა გაძლევს მაგის საშუალებას რომ შენ კონდეს გეგმა B მაგრამ ეს ხშირად არ ხდება. ამიტომ თუ რაღაც გეშლება, სამწუხაროდ ამ სფეროში ესე იგი ნომერი გეშლება. და აი მე მაგალითად ნიჭერში ვაკეთებდი ერთ-ერთ ნომერს, მაგაზე რომ ფოკუსი არ გამომსვლია, ან უნდა გამოსულიყო, ბევრი ისტორია მაქვს. მაგრამ ესე რომ დავფეილებულიყავი საჯაროდ არ მახსენდება რა.
ერთი რასაც გავიხსენებ, აი ორს გავიხსენებ. ერთი არის რომ ნიჭიერში რო ვიყავი 2020 წელს, ნახევარფინალში ვაკეთებდი ეგეთ ნომერს, რომ საათს ვუდებდი რა, ანუ ხელზე დებს რაღაც საათი, რომელსაც ავურევ, დავდებ და რაღაც დროს გეუბნები რომ დაასახელებ. რაღაც დრო უნდა დაასახელო საათი და წუთი. და ის რა ქვია, რასაც ასახელებ რა, რეალურად მე იმაზე მაქვს გაჩერებული. მაგრამ ეს ფოკუსი იყო ძალიან სარისკო, იმიტომ რომ სულ არ გამომდიოდა. ანუ იყო რაღაც მომენტები, როცა არ გამომსვლი. ამიტომ მქონდა ესეთი რაღაცა მოფიქრებული რა, რომ თუ მე თუ გავიდოდი და ჟიური იმ დროს არ იტყოდა რა, მაგალითად ამბობს 7-13 წუთს და ამოატრიალა და 3 გაჭიმული 3 საათი და ვეუბნები რომ აუ ეხა აქ რო ეგ ყოფილიყო ხო მაგარი ფოკუსი იქნებოდა და ეცინება რა და ეს რა ქვია იუმორში გადამაქვს მაგრამ მაგის მერე გრძელდება ეგ ფოკუსი და რაღაცა ისეთ ფოკუსს ვაკეთებ დროსთან ასოცირებულს რომელიც ზუსტად ვიცი რომ გამოვა რა ანუ 100% გამოვა ამიტომ ეგ მქონდა ჩასმული და თუ გამომივიდა და იქნებოდა ძალიან მაგარი ეფექტი და გამომივიდა და მე თან გავაგრძელე რა ისევ მაგრამ რო არ გამოსვლა და აი გენერალურ რეპეტიციას გავდივართ ხოლმე რა თვითონ ნიჭიერში სამ გახვალ პროდიუსერებთან ოღონდ რა თქმა უნდა ჟიური მარაფერი არ იცის ორჯერ გავდივართ რა წინა დღეს და მეორე დღეს შევა მედჯერაც და წინა დღეს რო გავაკეთე პროდიუსერთან გამომივიდა ნუ ისიც აუ რა მაგარი ნომერია რაღაცა და მეორე დღეს უშუალოდ ფინალის დღეს სანამ ლაივი დაიწყება ფილარმონიაში არ გამომივიდა და რო არ გამომივიდა გადაობაში გავაკეთე გავატარე და ეს მეკითხება ეს კაცი რომ ლაშო შენ გუშინ რო გააკეთე აქო ესე არ გიხუმრეო მართლა იყო რა და მანდ რო კი სხვა პროდიუსერიც იყო ვისთან ჯერ იმასთან გადიხარ მე სხვა საჩვენებ და იმასთან მქონდა რა ნათქვამი და მითხრა რომ აუ ეს ფოკუსი არ გავიტანოთო რა იმიტომ რომ შეიძლება ჩაიშალოსო და მე მაინც გავიტანე ეხა ეს პროდიუსერი თავარი პროდიუსერიც ამბობ რომ ეს რატო არ გამომივიდაო და მეთქი ისიც შეგვიძლია გავაკეთოთ მეთქი და ასეც შეგვიძლია მეთქი აი ეს უბრალოდ ეხა იუმორის დონეზე გავაკეთე მეთქი რა და რომელსაც აიჩევთ ისე გავაკეთეთ მეთქი ესო არა ის ჯობია რა თქმა უნდა რომ გამოდის ჯობია იმას გავაკეთე და ეს მეუბნებოდა მე კულისებში რომ გავედი რომ ეს ფოკუსიო ამოვიღოთ ეს მომენტი და აი მეთქი არ არსებობს ვიც დამიჯერო გამოვა მეთქი და ნუ გამოვიდა რა ეგ მაგას მაგარი ადრენალინი ექნება აუ ისეთი აი ეგ მომენტი შეგიძლიათ გადაახვიოს ანრი ჯოხაძეს ვეკითხები ეს რა ქვია დროს რა ნერწს ყლაპა ისე ვეკითხე აი ოფელი მომდის იმი მაგრამ გამოვიდა რა ძალიან ეს არის რა მაგრამ ისე მქონდა გათვლილი რომ მე რაღაცა ხუმრობაშიც შეიძლებოდა და წინა ნიჭიერში მან გულისწყვეტა მქონდა რომ ერთი ფოკუსი არ გამოვიდა ანუ დენს არ ტყავ ტიპს რა და მაიგ ფოკუსი რომ გამოვიწერე თან ძალიან მაგ დროს ძვირი გადავიღო 200 რაღაც $300-მდე დამიჯდა ეგ ფოკუსი და მე მქონდა რაღაც მომენტი რომ მაგ დროს ნიკა გვარამია იყო მე მგონი რომ თითი უნდა გამოეწოდებინა მე თითი უნდა დამედო ამ დროს დენს არ ტყავ რა და იცნობ მაგის ჩაფიქრებულ კარტს და ეს რეკვიზიტი რო ჩამოვიდა ძალიან ის კომპლექსური რეკვიზიტი იყო ყველაფერი გავაკეთე აბსოლუტურად ისე რომ ეს ფოკუსი შემესრულებინა და ფინალის დღეს გაფუჭდა აი ვერ უხსნი მინა ანომალია იმიტომ რომ ფინალის დღეს გაფუჭდა საერთოდ არ მუშაობდა და მაგ მომენტში მაინც გავიკეთე გავედი მეთქი მოიქნებ გავაკეთო მეთქი და ანუ არ დაარტყა რა დენი მაგრამ მე უბრალოდ მანდ ხა ვერავინ ვერაფერს ვერ მიხვდა რა უბრალოდ მამა თითი გამოწე ხილს შევახებ და ჩვენ შეხების შედეგად მივხვდები მეთქი რაღაც დაახლოებით ეგეთ შინაარსია რომ დავადე ხელი რა თქმა უნდა დენმა არ დაარტყა გამოვიცანი ეგ კარტი ნუ მანდ ემოციები რომ აუ რანაირად და ну რა თქმა უნდა გულისწყვეტა მქონდა ახლა რომ წარმოვიდგინო რომ ამას თუ დენი რომ დამერტყა მე თან ით როგორ გირტყავს ანუ ძალიან მან დონეებს აყენებ და მაქსიმალურ დონეზე მქონდა აყენებული იმიტომ რომ ძალიან მაგარი ვიზუალურადაც კი ჩანს აი ხო ნაპერწკალიც კი ჩანს და რა ახლა რომ წარმოვიდგინე რომ რამხელა ეფექტი ექნებოდა რომ ეგ ყოფილიყო ჩემნამაში მაგრამ ეგ ეფექტი გაიმაზა და მეორე დღეს გამოსწორდა დღემდე მუშაობს აი გეთი უცნაური რაღაცაც მქონი. ვა. შემთხვევით არაფერი არ ხდება. ხო, შემთხვევით არაფერი არ ხდება, მაგრამ fails ვერ დავარქვევ. ანუ ხალხმა ეს fail-ი არ იყო რა, ეს ხალხის fail-ი არ იყო რა. ვა. მე ფოკუსი გავაკეთე, ეს ეფექტი იყო. კაი, ბოლო შეკითხვა ტრადიციული რა არის ცხოვრების აზრი? აუ ეგ ცალკე გაცემა ჩავწეროთ ამაზე თუ მეორე ნაწილად დავდო. არ ვიცი, ხო, მე გაჩნია აი რაში მეკითხები ძალიან ზოგადი აი შე როგორც გესმის აი შე როგორც გაიგიფამ შეკითხვას ისე მიპასუხე აქ არ არსებობს სწორი პასუხი სწორი პასუხი არ არსებობდეს სხვანაირი იქნება დღეს სამყარო და შე როგორც გესმის რა
ხო, ანუ ცხოვრების აზრი მე ძალიან რაღაც ისეთ მაგაზე რო ვფიქრობ ხოლმე რა. საბოლოო ჯამში მივდივარ ხოლმე ისეთ რაღაცაზე, რომ ძალიან სასიამოვნოა, როცა რაღაცას ისეც აკეთებ, რომელიც სხვას ეხმარება რა. იმიტომ რომ აი თუნდაც რა, რამდენად ბანალურიც არ უნდა ვიყოთ, სიკეთის კეთება იმდენად სასიამოვნო პროცესია, რომ ვიღაცას რო ახარებ და აბედნიერებ და მე ეგ არის ჩემი აზრით ყველაზე აღმატებული მომენტი შენი ბედნიერების რა. რა თქმა უნდა შენ თავზეც უნდა იფიქრო და იმუშაო, მაგრამ აი თუ ხარ იმ კონდიციაში, რომ შენ შეგიძლია რომ სხვა გააბედნიერო, რაღაცა ისეთი მისცე, რაღაც ისეთი ასწავლო, რაღაც დაეხმარო, დახმარების ხელი გაუწოდ და თუ სახურზე არ მაქვს რა თქმა უნდა საუბარი, აი მართლა დახმარება რო სჭირდება ადამიანს და შენ თუ ეგრე გვერდში დაუდგები, ეს მგონია რომ აი ყველაზე მაგარი რაღაცა რაც შეგიძლია რომ გააკეთო. ერთ ადამიანთან, ორთან, 10-თან თუ 100-თან, რამდენჯერაც შეგიძლია, ეს შესაძლოა თუ გაქვს უნდა გააკეთო რა. და ძირითადად მე რასაც ვხვდები, ეს შენ ამ კონდიციამდე მიდიხარ, შენ როცა შენ თვითონაც ხარ მაგისთვის მზად და აი როცა შენ საყვარელ საქმეს იპოვნი რა, საყვარელ საქმეს თუ იპოვნი, მაშინ მგონია რომ ყველაზე წარმატებული შეგიძლია რომ გახდე მაგ დროს, შენი თავის საუკეთესო ვერსია გახდე მაგ დროს, რომ აკეთებდე და მართლა პროფესიონალი რო იყო და ამით მე შენ ბევრ ადამიანს ეხმარები რა. ეს გამოცდილების გაზიარება, ინფორმაციის მიწოდება, პერსონალურად ტიპისთვის რაღაცის სწავლებაა, მნიშვნელობა არ აქვს. თუ რაღაცნაირად გვერდში დგომა და რაღაცნაირად დახმარება, მგონია რომ აი აქედან უკვე უფრო მარტივად შეგიძლია რა. თუმცა სხვა ერთეულ შემთხვევაში შეგიძლია რომ რაღაც სიკეთი გააკეთო და მარტო ჩვენ თავზე რო არ ვფიქრობ და სხვა ადამიანებზეც ვფიქრობ და აი ოჯახის წევრებსაც რო ცდება უკვე ეს ფიქრი რა. ძალიან მგონია რომ ბევრ დიდ რაღაცაზე ეჭიდება ადამიანი და მე მგონია რომ ყველა ადამიანს შეგვიძლია ეგ რო გავაკეთოთ რა. ვიღაცას უფრო მეტად შეუძლია, ვიღაცას უფრო ნაკლებად შეუძლია, მაგრამ ჩემი გამოცდილებით ვიტყვი რომ აი ყოფილა ისეთი ადამიანები, ვისთვისაც მართლა დახმარების ხელი გამომიწოდია, აი ძალიან ისე რა, გაუთვალისწინებლად და უგეგმავად და იმ ხელა სიხარული მიგუზნია იმ ადამიანისთვის, რომ მივხვდარვა, რომ აი რაღაცა ისეთი გამიკეთებია ამ ცხოვრებაში, რომ აი სიამაყით ვიტყვი, რომ ეს გავაკეთე რა. და რაღაცა მგონია, რომ ეგ უნდა იყოს რა, ალბათ ცხოვრების აზრი, რომ მარტო ჩვენ თავზე არ ვიფიქროთ და გავიხედოთ გარშემო ვიღაცას შეიძლება არ ქონდეს ის საშუალება, რა საშუალებაც შენ გაქვს. და შენ მგონია, რომ ამ დროს ვალდებული ხარ, რომ რაღაცა უკეთესობისკენ შეცვალო თუნდაც ერთი ადამიანის ცხოვრება რა. მე მქონია მაგალითად ჩემ თავთან იმის ლაპარაკი, რომ რაღაცით უკმაყოფილო, აი ბევრსაც უთქვამს რა. აი ხა შენ რო ამერიკაში ცხოვრობდე, გაცილებით უფრო კარგ მდგომარეობაში იქნები და რო დაუფიქრებულ ვარ, კი, ძალიან რეალურია ეგ, რომ მე რო არ ვიყო საქართველოში სხვაგან რო ვიყო, ამ შესაძლებლობებით უფრო უკეთესად ვიყავი და რაღაც მომენტში მიგრძნია, რომ აი რატო არ ასე? ან რაღაცას ვაკეთებ, არ გამოდის და ამაზე ვბრაზდები. და მე რომ უფრო მეტი უნდა მქონდეს, ან რაღაცა ეგეთი მომენტები ხო ყველას გქონია რა და მე მქონია ხოლმე ჩემ თავთან ეგ მომენტი, რომ აი რომ მოვიხედები და ღმერთს მადლობა, რომ სახლი მაქვს, კარი მაქვს, ოჯახი მყავს, სოლი მყავს, შვილები მყავს, ან ყველაფერი მაქვს იმის რომ ბედნიერად ვიყო და ვიღაცას გავიხედები რა. შეიძლება სახლი, კარი კი არა, საჭმე და წყალზე ოცნებობს რა, რომ გადარჩეს უბრალოდ, იმიტომ კი არა რომ მაგის ბრალია, კი არიან ეგეთი ხალხი, მაგრამ შეიძლება იმიტომ რომ უბრალოდ სხვა შანსი არ ქონია ამ ცხოვრებაში, ეგეთი დაიბადა. ანუ ისეთ მოცემულობაში დაიბადა, რომ ამ ადამიანს მარტო იმაზე უწევს ფიქრი, რომ აი უნდა ჭამოსრო და წყალი დარიოს, რომ გადარჩეს. და მე რაღაცნაირად ჩემ თავთან მქონია ის მომენტი, რომ აი სირცხვილია რა, რაზე წუწუნებ ადამიანი, როცა სხვა ესეთ მდგომარეობაშია რა. ხო და მგონია რომ რაღაცნაირად მარტო ჩვენ თავში არ უნდა ჩავიკეტოთ და სხვაებზეც უნდა ვიფიქროთ რა. კი, გეთახმები, ეგ ფიქრიც ხშირად ბევრჯერ მქონია და მაქვს ხოლმე და ეს არის სწორია რომ ესე უყურებ სამყაროს, მეც ესე ვთვლი რა. და მე უკეთესად გეხმარება რომ უფრო ობიექტურად დაინახო შენი რეალობა და მარტო შენი განუსახედენ არ იყო. თუნდაც დააფასო ის რაც გაქვს. აი პატარაც, მაგრამ დააფასებ იმას რაც გაქვს რა, სხვას არ აქვს რეალურად რა. და ეგ არის, ბედნიერების საზრისი მგონია რომ მანდე დამოდის. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია რომ ბედნიერი იყოს. ოღონდ თვალებიდან რომ გამოიხედოს და სწორად უნდა შეაფასოს რა. რაც არ უნდა გქონდეს, აი რაც არ უნდა მიზანი გქონდეს, რაც არ უნდა მაღალ მწვერვალზე გინოდეს. ასვლა რომ ახვალ უფრო მაღალის გამოჩდება რა. ანუ ადამიანი ეგრეა მოწყობილი, რომ ვერასდროს ვერ იქნები შენ კმაყოფილი რა, ანუ პირდაპირ მნიშვნელობით, თორე შენ უნდა იყო შენ კმაყოფილი ეხაც უნდა იყო, რაც შენ გაქვს, ამით უნდა იყო ბედნიერი და მაშინ ხარ ბედნიერი და არა ის რომ აი
ის რო არ მაქვს, აკიტო უნდა მოვიწყო. აქეთ გამოიხედი და რაც გაქვს იმით იყავ. ამდენიმე შეიძლება და კიდე არ ქონოდა, ხო? ხო. კარგი, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან საინტერესო იყო მართლა. კაცებთან ერთად გექნება საერთო ნომერი კაცები ლაივზე. საერთო ნომერი არ მექნება, მაგრამ ანუ ის იქნება, ხო, შოუს ნაწილი იქნება, ასე ვთქვათ რა. კაცები ლაივზე რაღაც რამდენიმე ფოკუსს შეასრულებენ, რომლის მიმართულებაც მივეცი უბრალოდ მე რა. და მე მგონია რომ იდეალურად შეასრულებენ რამდენიმე ფოკუსს. და ზუსტად ვიცი რომ მაყურებას მოეწონება რა. შენი მოსწავლეები არიან ესე იგი. ძალიან კაი მოსწავლეები არიან, ეგრევე აითვის ეს. ხო, ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ასევე. ძალიან საინტერესო იყო წარმატებები. კიდევ უფრო მეტი გამომწერი, ძალიან საინტერესო არხი გაქვს. ის თამაშებიც გამოირჩევა იმით, რომ უბრალოდ გასართობი არ არის, ანუ თან რაღაცა ინტელექტუალურიც არის, რაღაცა გაიგებ, კითხვებიც ისე არის, რა ფიქრი, ალბათ გუნდი ყავს ხო, ხო ვინც ამას მარტო შენ ვერ იზამ. გუნდს ვერ დავარქვი, მაგრამ რამდენიმე ადამიანია, ვისთანაც ვაკეთებ ხოლმე. აი BGR Games-ის წარმომადგენლები არიან, რომლებმაც რამოდენიმე კონტენტი მირჩიეს და მათთან ერთად გეგმავ ხოლმე, რაც კითხვებს და ასე შემდგომ რა. და მეხმარებიან რამდენიმე კონტენტის გაკეთებაში. ხო. მოკლედ ეს კონტენტიც ისეთია, რომ ფიქრით ანგიწევს რომ უყურო, გაერთო მარტო ის არა. შენც ფიქრობ ამ კონტენტის ყურებასთან ერთად. მაგრამ ეს ხალხი ძალიან ბევრ რაღაცაში მეხმარება, განსაკუთრებით აი ბოლო პერიოდში რა. ხო. კაი, ჩვენ პოდკასტის ხარდამჭერი იყო სოკარი, გთხოვთ არხი გამოიწეროთ და ლაიქოთ, გამოიწეროთ ფლაშის არხიც და მადლობა. მადლობა ასევე და მადლობა შენს მაყურებელს, ხო დავალაიქოთ და გამოვიწევთ ეს მაგარი ადამიანი. ნახვამდის, მადლობა.